მოგესალმებით, მეგობრებო, კორომი გვაქვს ბატონ ლევან? ეთილი, მაშინ შევუდგეთ მუშაობას, მოგესალმებით. დღეს გვაქვს მორიგის ხტომა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხტომა. წარმოდგენილი გვაქვს ორი საკითხი და მინდა დავამტკიცოთ დღეს ეს რიგი, ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა. ხო, პირველი საკითხი ეს გახლავთ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა. ფრაქციის კვოტით წარმოდგენილია ბატონი გოჩაინუქიძის კანდიდატურა, ასე რომ თუ კითხვები არ არის, პირდაპირ დავაყენოთ კენჭისყრაზე და ვინ არის მომხრე რომ ავარჩიოთ? ერთხმად, დიდი მადლობა, ბატონი გოჩაინუქიძე იქნება თავმჯდომარის მოადგილე ფრაქციის კვოტით. ხოლო მეორე საკითხი ეს გახლავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და 2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა. მოხსენებელი გახლავთ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ვლადიმერ კონსტანტინიდი, ხოლო თანამოხსენებელი გახლავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ბატონი მუხრან გულაღაშვილი. კეთილი, პირველი საკითხი ჩვენ გავიარეთ, მაშინ გთხოვთ ბატონო. მადლობა დიდი, მოგესალმებით. პატივცემულო კომიტეტის წევრებო, ბატონო თავმჯდომარე, პატივია ჩვენთვის, რომ კომიტეტის ახალ შემადგენლობასთან ახალი მოწვევის პარლამენტის მიწევს პირველად წარდგენა ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოების და ზოგადად მე ვიტყოდი, რომ უფრო ასე ვთქვათ იმ ინფორმაციის მოწოდება, რომელიც ვფიქრობ სასარგებლო იქნება შემდეგ ჩვენი საქმიანობის, ასე ვთქვათ, ერთობლივი საქმიანობის კუთხით. რა თქმა უნდა, კომიტეტის პატივცემული წევრების ერთი ნაწილი კარგად იცნობს ჩვენი მუშაობის სპეციფიკას, წინა, ასე ვთქვათ, ახლო წარსულში წინა მოწვევიდან ჩვენი ძალიან ინტენსიური მუშაობის, მე ვიტყოდი ალბათ დამეთანხმებიან გადამეტების გარეშე და ხშირი კომუნიკაციის შედეგად და უფრო როგორც თქვენ ადრე მოგახსენეთ ჩვენი სამუშაო შეხვედრის დროს ფოკუსირდებით კომიტეტის იმ წევრებზე, რომლებისთვისაც შედარებით, რა თქმა უნდა, ახალი არის დიასპორული მიმართულებაზე ასეთი ინფორმაცია და იმედი გვაქვს, რომ გვექნება საკმაოდ ინტენსიური მუშაობა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ერთგვარი პრეზენტაციის სახით წარმოგიდგენთ. ზოგადი მონაცემებით დავიწყებთ. ეს გახლავთ ძირითადი სტატისტიკა, რა თქმა უნდა, ტრადიციულად ასე ვიწყებთ ხოლმე ჩვენს ანგარიშს. და ერთგვარი ქვეთავის ქვეშ გავაერთიანებდით, რასაც ქვია იდენტიფიკაცია. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს რაოდენობრივ იდენტიფიკაციაზე, როგორც ხედავთ. თქვენს გაქვთ ტექსტობრივადაც არის წარმოდგენილი ინფორმაცია, მაგრამ ნუ ვიზუალურად უფრო ალბათ მარტივი აღსაქმელია და ძირითადი მონაცემებით მოგეხსენებათ, რომ დღეს მილიონზე მეტი თანამემამულე გვყავს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, დაახლოებით 1.5 მილიონამდე არის მათი რაოდენობა. არაოფიციალური მონაცემები, არაოფიციალურ მონაცემებში გულისხმობთ, რა თქმა უნდა, საელჩოებიდან, თვითონ დიასპორიდან მიღებულ ინფორმაციას და იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც წლების განმავლობაში გვაქვს და რატომ არაოფიციალური მოგეხსენებათ თქვენ, რომ მათი დიდი უმრავლესობა ადგილსამყოფელ ქვეყნებში იმყოფებიან ლეგალური სტატუსის გარეშე და მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მცდელობა იყო ჩვენი მხრიდან კამპანიები, რომ საკონსულო აღრიცხვაზე მოხდეს მაქსიმალურად მათი დადგომა, ციფრი მაინც აცდენილი არის, ასე ვთქვათ, რეალობას და მხოლოდ გარკვეული ნაწილი არის ჩვენი თანამემამულეების აღრიცხული ზუსტად ქვეყნებისა და მისამართების მიხედვით. ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება სტატისტიკა. რუსეთი დაახლოებით 9.5 მილიონიდან 700.000-მდე, პირობითი ციფრები აბუნებრივია აქაც. მეორე ადგილზე გახლავთ საბერძნეთი, შემდეგ შეერთებული შტატები, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ ხუთეულშიც არ იყო და ეხლა უკვე საკმაოდ მოიმატა იქ ჩვენი
მოქალაქეების და თანამემამულეების რაოდენობამ. დანარჩენი ქვეყნები, რომლებიც უკვე მოდის იტალია, გერმანია, თურქეთი და ასე შემდეგ, ეს მოცულობები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ანუ იგივე რაოდენობისა და თანმიმდევრობის მიხედვით ვართ აქაც. ისტორიულ დიასპორაზე ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ, ჩვენ ცოტა ხნის წინ ერთად ვიმყოფებოდით თურქეთის შავი ზღვისპირეთში და იქ საკმაოდ დიდია კონტინგენტი, ანუ ჩვენ თუ ამ დიასპორას განვიხილავთ იგივე კონტექსტში, ბუნებრივია 1,5 მილიონი ციფრი გაორმაგდება, რაც დასაწყისში რაზეც გქონდა საუბარი, თუმცა თქვენ კარგად მოგეხსენებათ ის სენსიტივები, რაც ამ თემას უკავშირდება და ამიტომ აქ საკმაოდ ისე სტატისტიკაშიც ფრთხილად ვართ ხოლმე. ჩაგიჭირდეს 45,000 არის, ვინც ეხლა წასულია, ხო, ახლა. დიახ, ეს არის პრაქტიკულად დიასპორის რამდენიმე ტალღაზე გვაქვს საუბარი და იცით რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, ვინც დღემდე, ასე ვთქვათ, წავიდა საზღვარგარეთ, ეს ციფრები გვაქვს მომტანილი აქვს. გარდა ადამიანების რაოდენობისა, ბუნებრივია მნიშვნელოვანი არის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჩვენ მე უკვე მუშაობის პროცესში გვექნება საუბარი, ეს არის ორგანიზაციები და ზოგადად ორგანიზებულობა დიასპორის. დღეისათვის 350-ზე მეტი დიასპორული ორგანიზაცია არის, რა თქმა უნდა, ნაწილი არ ფუნქციონირებს, მცირე ნაწილი, მაგრამ 90% იმ ორგანიზაციებისა, რაც ფორმალურად არსებობს, აქტიური არის და სხვადასხვა ფორმითა და მიმართულებით ფუნქციონირებენ. ეს პირველ რიგში არის საკვირაო სკოლები, ეს საკითხი თქვენთვის ყველასთვის კარგად არის ცნობილი, იმიტომ რომ 10 წლეულები არის უკვე საკვირაო სკოლები ფუნქციონირებს საზღვარგარეთ. რა თქმა უნდა, ფოლკლორული ანსამბლები, რითაც დიასპორა თავისი ფორმირების პირველივე დღეებიდან გამოირჩეოდა საერთოდ კულტურული და ჰუმანიტარული მიმართულებები, იცით რომ ერთ-ერთი წამყვანია. სამრევლოები ეს არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ელემენტი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით წლების წინ 7 ექსარხია დაფუძნდა სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად ევროპის ქვეყნებია, ასევე არის შეერთებული შტატები და ავსტრალიის ექსარხიები და სამრევლოები ძალიან დიდ როლს თამაშობენ პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, სადაც ისინი ფუნქციონირებენ, საკმაოდ მაღალია მათი რაოდენობა და მედია პლატფორმები რატომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ მე დიასპორულ მედია პლატფორმებს, იმიტომ რომ უკვე გაჩნდა პრაქტიკულად თავისუფალი მედიის ელემენტები საზღვარგარეთ, ანუ სისტემატიზებული, მწყობრი და სხვადასხვა პლატფორმების თუ ტექნოლოგიების გამოყენებით ეს ადამიანები მნიშვნელოვან გავლენის, ასე ვთქვათ, გავლენის აქტორებს წარმოადგენენ და ამაზეც ალბათ უფრო მოგვიანებით შემდგომ სხდომებზე, როდესაც უკვე თემატურად ჩავშლით ამ საკითხებს, თქვენთან გვექნება დეტალური განმარტებები თუ როგორ ფიქრობთ, რომ უნდა ვიმუშაოთ ამ ელემენტთან და ესეც ორგანიზებულობის ერთ-ერთი ელემენტია ვფიქრობთ. საკითხი, რომელიც ყველასთვის ცნობილია და ანუ ამაზე ზედმეტი განმარტება ალბათ არც არის საჭირო, უბრალოდ სტატისტიკას მოვიშველიებ და გეტყვით, რომ 2024 წლის მონაცემებით ფულადმა გზავნილებმა დიასპორიდან $3 მილიარდ გადააჭარბა. ეს მოგეხსენებათ, რომ არის საკმაოდ სოლიდური კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკურ სივრცეში. რა თქმა უნდა, ეს არ არის კლასიკური ინვესტიციები, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენი თანამემამულეები იცით, რომ თავიანთ ახლობლებს, ოჯახის წევრებს, ოჯახებს, ასე ვთქვათ, ეხმარებიან ამ გზავნილების მეშვეობით და იყო პერიოდები, მაგალითად 2023-22 წლები, სადაც კიდევ უფრო მაღალი იყო ნიშნული, დაახლოებით 4 მილიარდს ცდებოდა ეს გზავნილები, რითაც პრაქტიკულად არათუ უთანაბრდებოდა, უსწრებდა კიდევაც მაგალითად ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვმეორებ, რომ ეს შეიძლება არ იყოს ერთი და იგივე კატეგორიის კონტრიბუცია ქვეყნის ბიუჯეტში, მაგრამ საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკურ სივრცეში ხდება ამ თანხების აკუმულირება, რაც საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია. აქაც ქვეყნების მიხედვით გვაქვს გარკვეული სტატისტიკა. შეერთებული შტატებიდან იყო ყველაზე დიდი მოცულობა გზავნილების და ბოლო წლებში
ადამიანების რიცხოვნობასთან ერთად გაიზარდა ბუნებრივია. შემდეგ მოდის იტალია. პრაქტიკულად 9 მილიარდი დოლარი უფრო მეტი იქნა შემოსული. ასევე გერმანია, საბერძნეთი, ისრაელი და აი რუსეთის მაგალითზე მინდა ყურადღება გაგიმახვილოთ, იმიტომ რომ როგორც წესი რუსეთი ლიდერობდა ხოლმე გზავნილების მოცულობით, მაგრამ ნაწილობრივ ალბათ ადგილზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ნაწილობრივ იქიდან გამომდინარე კიდევ რომ ფრენები არის პირდაპირ უკვე დაშვებული და საკმაოდ ინტენსიური ამოძრაობა, ალბათ ბევრი ჩვენი თანამემამულე პირდაპირ გზავნილებით აღარ სარგებლობს და ანუ პირდაპირ ახდენენ ფულადი მასის შემოტანას გადაადგილების შემდეგ. ამიტომ აქ ზუსტად ვერ ვიხემძღვანელებთ აი ამ ციფრით, უბრალოდ ხო. პრინციპში ეს არის ძირითადი სურათი, რა თქმა უნდა, საკმაოდ ისეთი გენერალური სურათი, რაც აი ამ ნაწილში გვაქვს. იდენტიფიცირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი გახლავთ თვითონ ახლა ჩვენ კი ვისაუბრეთ ზოგადად და გვაქვს მონაცემები რიცხოვნობაზე და ქვეყნების მიხედვით სად რა მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ ასევე ფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო რიცხობრივი იდენტიფიცირება, არამედ იდენტიფიცირება სხვა ელემენტების მიხედვით, მაგალითად როგორიც არის საქმიანობა, პროფესიები და ასე შემდეგ, ანუ სხვა მონაცემებითაც გვინდა რომ გქონდეს მაქსიმალური აქტივობები, მაგალითად ვინ რითია დაკავებული ქვეყნის გარეთ. ბუნებრივია მილიონი ადამიანის მონაცემის ზუსტი დაფიქსირება საკმაოდ რთული საკითხია და არ იქნება რეალისტური ახლა ამაზე თავი რო დავდოთ, მაგრამ შეძლებს და გვარად ეს მონაცემთა ბაზა, რომელზეც აქტიურად მუშაობთ და პერიოდულად ახლდება, მუდმივად არის განახლების პროცესში და იქ ინფორმაცია მუდმივად იცვლება, ძირითადად მატულობს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სულ უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ ამა თუ იმ ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე და ასეთი მაგალითიც მოყავს ხოლმე, მაგალითად პანდემიის დროს უამრავი ექიმი, სამედიცინო სფეროს მუშაკი ვნახეთ, რომლებიც დღესაც ამ ბაზაში გვყავს, აქტიურად კონტაქტობთ მათთან და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ორგანიზაციებში არიან ჩართულები თავისი აქტივობების კუთხით. და როგორც აღნიშნე, ეს ბაზა არის მუდმივად განახლებადი და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი კუთხით იყოს ინფორმაცია ამ ჩვენს აქტიურ, ასე ვთქვათ, თანამემამულეებზე. სოციალური ქსელების მონიტორინგი. ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, იმიტომ თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მოქალაქეები და თანამემამულეები საზღვარგარეთ ძირითადად უფრო მეტად აქტიურობენ ვირტუალურ სივრცეში, ვიდრე რეალურ სივრცეში. როგორც წესი, თუ რაღაცა ისეთი განსაკუთრებული მოვლენა არ არის. ამიტომ იმდენად კარგი წყარო არის სოციალური ქსელები, მოგეხსენებათ ინფორმაციისა და პირველ რიგში ალბათ უნდა ვთქვათ განწყობების მონიტორინგის კუთხით, რომ ამაზე სპეციალური დანაყოფიც კი გვაქვს დიასპორის დეპარტამენტში, რომელიც პრაქტიკულად უწყვეტად ადევნებს თვალს იქ მიმდინარე აქტივობებს. ეს რამდენიმე პრაქტიკული მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, რატო არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა თქვენ იცით, რომ ქვეყანაში საკმაოდ ისეთი აქტიური პროცესებია ხოლმე, ზოგჯერ საკმაოდ რთულ, ასე ვთქვათ, პროცესებთან გვაქვს საქმე, რაც ასევე აისახება ხოლმე დიასპორაში. სამწუხაროდ ხშირია მცდელობა გარკვეული რადიკალური ჯგუფების მხრიდან, რომ გარკვეული აჟიტირება და ანგაჟირება მოახდინონ ქვეყნის გარეთაც, ანუ ასე ვთქვათ, დაძაბულობის გადაყრას დავარქმევდი პირობითად ამას. და რა თქმა უნდა, ამ ჯგუფებს ვადევნებთ ჩვენ თვალს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აი ეს მონიტორინგი, როდესაც არის ხოლმე მაღალი თანამდებობის პირების, პრემიერ-მინისტრის, მინისტრების, პარლამენტარების ვიზიტები ქვეყნებში, იმიტომ წინასწარ გარკვეული აქტივობები შეინიშნება ხოლმე და ამაზე გარკვეული პრევენცია ყოველთვის საჭირო არის ახლა სახელმწიფოს მხრიდან. და არა მარტო ნეგატიური კუთხით, რა თქმა უნდა, დადებითი კუთხითაც იქ ჩანს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმა და ასე შემდეგ. ალბათ ჩემი ახსნის გარეშე თქვენ კარგად მოგეხსენებათ. რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ქსელების მონიტორინგს.
განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ მყოფ კონტინგენტზე და ამ ინფორმაციის გაცვლა და ხდება არა მხოლოდ საქართველოსა და უშუალოდ იმ თანამემამულეებს შორის, არამედ ერთმანეთთან იმ კავშირები და კონტაქტები სწორედ ამ ქსელებით აქვს და მნიშვნელოვანი წყაროა იმისათვის, რომ ეს განწყობების იდენტიფიცირება მოხდეს და სისტემატურად ვადევნოთ ამას თვალი. ეს რაც შეეხებოდა ახლა ზოგად ინფორმაციას დიასპორასთან მიმართებაში, სახელმწიფო პოლიტიკაზე მოგახსენებთ ორი სიტყვით, ახლა ჩვენ რას ვაკეთებთ თქვენთან ერთად, ბუნებრივია. ორი ძირითადი საყრდენი არის აი საფუძველი მუშაობის პროცესში. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფოს საქმიანობა და სახელმწიფოს ჩართულობა, აღმასრულებელი ხელისუფლების, საპარლამენტო განზომილების, პრეზიდენტის ყველა ასე ვთქვათ სახელმწიფო უწყებისა და განზომილების დონეზე და რა თქმა უნდა მეორე გახლავთ რიგიტობა სხვანაირად არის, მაგრამ მეორე გახლავთ და არანაკლებ მნიშვნელოვანი თვითონ თანამემამულეების და დიასპორელების ჩართულობა აი ამ პროცესში. მხოლოდ სამხრივი მოძრაობის გზა, როგორც იტყვიან, მოგეხსენებათ, იქნებოდა არასრულყოფილი და არაეფექტური შედეგების თვალსაზრისით. ანუ აი ეს ორი ელემენტი ერთგვარ რაღაცა სინერგიასავით ქმნის და აი ჩართულობაზე უფრო მოცლად მოგახსენებთ შემდეგ სლაიდებში, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ამ ადამიანების ჩართვა პროცესებში, იმიტომ რომ ისინი უნდა იყვნენ მონაწილეები, კონტრიბუტორები და არა პასიური მაყურებლები იმისა თუ სახელმწიფო დაუშვათ რა მიმართულებით იმუშავებს. ნუ სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ დამადასტურებელი იმისა თუ რამდენად მაღალ დონეზე არის დიასპორასთან მუშაობა და როგორი პრიორიტეტულია ამას მეტყველებს საქართველოს კონსტიტუციაში გაკეთებული უნიკალური ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს უნავს თავის თანამოქალაქეების კავშირის შენარჩუნებაზე სამშობლოსთან და არა მარტო საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო და ასე ვთქვათ პოლიტიკურ დონეზე აფიქსირებს ამ შეიძლება რომელიღაც მიკროფონია ჩართული ამ განზრახვას, არამედ სხვა ყველა სტრატეგიული დოკუმენტი, რომლებიც ბოლო პერიოდში იქნა შექმნილი, დაწყებული სამთავრობო პროგრამები იქნება ეს თუ სტრატეგიული ხედვები იქნება, ანუ არც ერთ ამ დოკუმენტს გვერდი არ აუვლია დიასპორული საკითხებისადმი. ყველგან დიასპორული განზომილება არის გათვალისწინებული და საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი. და ნუ რა თქმა უნდა, ახლა ეს ასე ვთქვათ ფორმალურ დონეზე და თუნდაც მაღალ საკანონმდებლო და პოლიტიკურ დონეზე დაფიქსირებული განზრახვები ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნუ ყოველდღიური საქმიანობა და ამ განზრახვების სისრულეში მოყვანა მოგეხსენებათ კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს. და ძალიან მნიშვნელოვანი ეს უკვე პრაქტიკულად უფრო თქვენი მიმართულება არის კანონი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ, რომელიც უკვე 10 წელიწადზე მეტი არის ძალაშია და მუშაობს, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, რომ ყველა კანონს თუ საკანონმდებლო დოკუმენტს, რომელიც წლების განმავლობაში არის ძალაში და ამას ასე ვთქვათ თავისუფლებამოსილების სფეროს არეგულირებს, ბუნებრივია გარკვეული პერიოდის შემდეგ ჭირდება განახლებები დამატებები, ცვლილებები, რომლებიც გამოწვეული არის იმ გამოცდილების დაგროვებით, რაც ჩვენს ბოლო წლების განმავლობაში დაგვიგროვდა და თუ გახსოვთ მინისტრის პირველი გამოსვლა კომიტეტზე, როდესაც გაერთიანებული კომიტეტების ხდომაზე ერთ-ერთი რაც აქცენტირებულად ახსენა, სწორედ გახლავთ ამ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ახლო მომავალში წარმოდგენა. ჩვენ ეს დოკუმენტი გამზადებული გვაქვს უკვე, საბოლოო სახე აქვს მიღებული ამ საკანონმდებლო ცვლილებებს. სხვათა შორის, როდესაც მუშაობდით წინა მოწვევის პარლამენტში, წინა კომიტეტში ერთგვარი სამუშაო განხილვაც ჰქონდა ძირითადი ნორმების და იმ შენიშვნების და წინააღმდეგობის გათვალისწინებით საბოლოო სახე მივეცით და ეხლა გადის შიდა პროცედურას, ანუ წარდგენილი არის სამინისტროში, დიასპორის დეპარტამენტის მიერ და
იმედი გვაქვს და განზრახვა, რომ საგაზაფხულო სესიაზე შევძლებთ ყოველ შემთხვევაში დოკუმენტი როგორც პროექტი წარმოვადგინოთ ჯერ კომიტეტში განსახილველად და შემდეგ უნებრივია როგორც ამას პარლამენტის საქმიანობა და პრაქტიკა ითვალისწინებს. აქ ძირითადად შევიდა და ისეთი სახის დამატებები, როგორც არის დიასპორული ორგანიზაციების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების საკითხები, რამდენიმე ძალიან საინტერესო ინიციატივაც არის, თუ რა თქმა უნდა შემდეგ ამას თქვენ გაიზიარებთ, ერთ-ერთი ასეთი არის და გამოვყოფთ განსაკუთრებით დიასპორის ბიზნეს საბჭო, სადაც გვინდა რომ ეს ჩვენი დიასპორელები, რომლებიც წარმატებული არიან ეკონომიკური მიმართულებით, რაღაცნაირად ისეთი ორგანო შევქმნათ, რომელიც იზრუნებს არა მარტო დიასპორული ინიციატივების, ანუ და ინვესტიციების, არამედ ზოგადად ინვესტიციების მოზიდვაში დიასპორის ჩართულობას. არ გვაქვს ესე გვინდა ჩვენი სურვილია რომ დიასპორის როლი მხოლოდ ფულად იგზავნილებით არ შემოიფარგლებოდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე როცა საუბრობ და სხვა პოტენციალიც იქნას გამოყენებული და იმედი გვაქვს რომ ეს ესეთი ორგანიზებული ფორმით რაღაცა სტრუქტურები სკანჩენა თუ ის რა თქმა უნდა ქმედითი იქნება იმედი გვაქვს თავის როლს შეიტანს სამიმართულებითაც ქვეყნის განვითარების საქმეში. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მე ვიტყოდი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი ჩვენი რაც შარშან დაგვირგვინდა ასე ვთქვათ ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ სოფლიოში იცით რომ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია აპროფილური ხასიათის და ერთ-ერთი ასეთი გახლავთ გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსი, სადაც გაერთიანებულები არიან ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ დიდი დიასპორები უცხოეთში და შესაბამისად კარგი გამოცდილება აქვთ ამ დიასპორებთან მუშაობის. ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა მთელ სოფლიოში დღეს გახლავთ ირლანდია. მათ გამოცდილებაზე ბევრი რო არ ვისაუბროთ, ელემენტარული მაგალითის მოყვანაც შეიძლება რომ ამერიკის 18 პრეზიდენტი ირლანდიელები იყვნენ წარმოშობით და წარმოიდგინეთ ამხელა როგორი ამხელა ასე ვთქვათ ტრადიცია აქვთ ისტორიული ნაუშვათ ამბერკეტებს ისინი არ ჩვენ ალბათ იგივე რაოდენობის რო იყოს ჩვენი დიასპორა და დროითი რესურსი გაცილებით მნიშვნელოვანი წარმატებები გვექნებოდა რა თქმა უნდა მაგრამ ეხლა ამას შედარების კუთხით არ ვაკეთებთ ამას უბრალოდ მაგალითი მოყავს თუ როგორი მუშავა ბევრმა ქვეყანამ იმისთვის რომ თავიანთი დიასპორელები და თანამემამულეები მათი რესურსი მნიშვნელოვანია და გამოეყენებინათ ზოგადად თავიანთი ქვეყნის სასარგებლოდ. ამავე ალიანსში ძალიან ბევრი ქვეყანაა 87 ქვეყანაა გაერთიანებული. შარშან იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც თანათავმჯდომარეები ვიყავით ირლანდიასთან ერთად. სამწუხაროდ ადგილზე ჩასვლა ვერ შევძელით, ისეთი ქვეყანა ირჩია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ. კაბო-ვერდეში ჩატარდა, ასე ატარებენ ხოლმე, ასე ვთქვათ, მესამე ქვეყნებში და ჩვენ მხოლოდ დისტანციურად მივიღეთ მონაწილეობა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი აღიარება მომხდარიყო და უფრო მეტიც 2026 წელს გადაწყდა მომდევნო წელს რომ ალიანს უმასპინძლებს საქართველოს ანუ ცოტა ისე უხეში ალეგორია რომ გამოვიყენო აი როგორც დიასპორის გაეროსავით არის ეს ორგანიზაცია რომელიც ალბათ სამომავლოდ შეიძლება მეტი წევრი შეემატოს და ეს ეხლა იყიდებს ჯერ კიდევ ფეხს ეს ალიანსი მაგრამ წლების პერსპექტივაში ალბათ ჩამოყალიბდება საკმაოდ სერიოზულ ორგანიზაციას მით უმეტეს რომ მას მხარს უჭერს და ერთგვარი ქოლგასავით არის ისეთი ძლიერი ორგანიზაცია როგორიც არის გაეროს ქვეშ ოპერირებული მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ამ ბერკეტის ხელიდან გაშვება არ შეიძლება პირიქით ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი გავლენა იქ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული. ორი სიტყვით მოგახსენებთ ხა ჩვენი საქმიანობის პრაქტიკულ განზომილებაზე, ანუ რა მიზნები გვაქვს და რა საშუალებები გვაქვს, ანუ რა გვაქვს და რას ვახორციელებთ და რა ინსტრუმენტებით ვახორციელებთ ამას, როგორ ვაკეთებთ. ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ნიშნული გახლავთ ის რომ რა გვინდა ჩვენ დიასპორისგან რეალურად. პირველ რიგში გვინდა ის რომ შენარჩუნდეს იქ ეროვნული იდენტობა
კულტურული თვითმყოფადობა და ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, აი ბავშვები და ახალგაზრდები. ეს მიმართულება უნდა იყოს მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, ყველა პრიორიტეტულ დონეზე. ამისთვის გვაქვს რამდენიმე ესეთი, აქ არ არის სრული ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადი ელემენტები რა გვაქვს. პირველ რიგში ის, რომ 27 მაისი, როგორც ქართული დიასპორის დღე, ეს დაფუძნებული გვაქვს, ამითი ხაზია გასმული აი იმ ერთობაზე, რაც ყველა უნდა გაერთიანდეს და არ არის შემთხვევით, რომ ეს 27 მაისია და ეროვნული დამოუკიდებლობის დღის შემდეგი დღე არის, პრაქტიკულად მიბმული არის იმ დღეზე. და ყოველწლიურად ჩვენ ცენტრალური ღონისძიება, რაც ტარდება, ეს გახლავთ ფორუმი დიასპორული, რომელსაც გარდა იმისა, რომ აქვს საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობითი დონე, ბევრი ქვეყნებიდან ჩამოყავს დიასპორელები, ან თავისი ინიციატივით ჩამოდიან, ამ ფორუმს ესწრებიან, ასევე აქვს სამუშაო განზომილებაც, სადაც ორი დღის განმავლობაში ხდება სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობა და ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივა მოვისმინეთ, ბევრი საინტერესო ადამიანისგან, რომელიც ჩვენ მანამდე, ასე ვთქვათ, არ ვიცოდით და ამ მხრივ ძალიან სასარგებლო არის ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარება. დიახ, საქართველოში ვატარებთ ხოლმე ამ ღონისძიებას, ჩამოყავს ეს დიასპორული ორგანიზაციები და ტარდება 2-3 დღის განმავლობაში ეს ღონისძიება. პროგრამები და პროექტები, რომლის შესახებაც თქვენთვის ცნობილია, მაგრამ უბრალოდ ვიტყვი დაზუსტებისთვის, რომ აი ახალგაზრდების ჩართულობის კუთხით. პირველი, ეს არის საკვირაო სკოლები, რა თქმა უნდა, ბავშვები. საგანმანათლებლო მიმართულება, სადაც ძირითადად ვცდილობთ, რომ აი ეს ენისა და კულტურის ელემენტები იყოს მუდმივად ხაზგასმული და ბავშვები საშუალება ქონდეთ, რომ ადგილზე ასე ვთქვათ, ეზიარონ ქართულ ენას და ქართულ კულტურას, ისტორიას და ასე შემდეგ. ამას ვაკეთებთ საკვირაო სკოლების მეშვეობით, რომელთა რაოდენობას მოგახსენეთ, რომ მსოფლიოში დაახლოებით 120-ია. და ამ საკვირაო სკოლებს მუდმივად ჭირდება ჩვენი მხრიდან დახმარება, ყურადღება, რასაც სისტემატურად ვახორციელებთ, ჯერ მარტო ბოლო 4 წელიწადში პრაქტიკულად დავასრულეთ. აი ამ სკოლების აღჭურვა, ინვენტარით, წიგნებით, სპეციალური სახელმძღვანელოებიც გვაქვს გამოშვებული, იმიტომ რომ იცით, რომ დიასპორელი ბავშვები ვერ შეძლებენ ხა ისეთივე ინტენსივობით ისარგებლონ დაუშვათ იგივე სასკოლო მასალით, რაც ქართულ გარემოში არის და ამიტომ მათზე სპეციალიზებული წიგნები შევქმნით განათლების სამინისტროს სპეციალისტებთან ერთად. ასევე პროგრამა, რომელიც არის საგრანტო პროგრამა, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ პროგრამამ, ეს გახლავთ ახალგაზრდა ელჩების პროგრამა. 100 მეტი ბენეფიციარი ყავდა ბოლო 5 წელიწადში, სხვადასხვა ქვეყანაში ირჩევა სპეციალური კომისია არის მოგეხსენებათ, რომლის წევრებიც კომიტეტიდანაც ბრძანდებით, ანუ მრავალუწყებრივი კომისია არის და ირჩევა კანდიდატები, მათი წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით, სხვათა შორის მათი, ასე ვთქვათ, განწყობებისა და შეხედულებების მიხედვითაც, იმიტომ რომ თვლით, რომ ადამიანმა, რომელმაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ სახელმწიფოს სასარგებლოდ პოზიციონირება უნდა მოახდინოს, გარკვეულ მინიმალურ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, როგორც მინიმუმ. და რა თქმა უნდა, ეს კონტინგენტი წლის განმავლობაში 20-25 კანდიდატია ხოლმე, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში, ძირითადად ევროპის ქვეყნებში მუშაობენ, წინასწარ წარმოადგენენ თავის პროექტებს, გეგმებს წლის განმავლობაში და შემდეგ ხდება ხოლმე მათი, ვიცით, რომ ახლა რესურსული უზრუნველყოფა ჭირდება ამ ყველაფერს. ეს ახლა მოგრძალებული რესურსებია ხოლმე საგრანტო, ასე ვთქვათ, გრანტების მექანიზმს ვიყენებთ ამაში, მაგრამ ბევრმა საინტერესო ახალგაზრდამ გამოიჩინა თავი და სხვათა შორის თვალშები 8-10 შემთხვევა იყო მათი ჩვენს სისტემაში დასაქმების, ზოგი ცენტრალურ აპარატში, ზოგი საელჩოებში, როდესაც ნახულობდით, რომ საკმაოდ მაღალ დონეზე იყვნენ მომზადებულები ეს ადამიანები. და მომავლის ბანაკი, ეს პროექტი, იცით, რომ სხვა ქვეყნებსაც აქვთ პრინციპში ასეთი ბანაკები, ჩვენი გამოგონილი არ არის ეს, მაგრამ ვიყენებთ ამ მექანიზმს ძალიან ბევრმა ბავშვმა 14-დან 18 წლამდე ასაკის, ზოგმა საერთოდ პირველად ნახა თავისი ისტორიული სამშობლო ამ ბანაკების მეშვეობით. ძირითადად ზაფხულობით ჩამოდიან ხოლმე და არის ორი მიმართულება, შაორის ტბა, რაჭაში და ერთი არის ანაკლიაში, ზღვისპირეთში.
ერთადერთი შეფერხება რაც გქონდათ ეს ობიექტური მიზეზი პანდემიის დროს 2020-22 წლებში ვერ მოხერხდა ამ ბანაკის ორგანიზება, მაგრამ შემდეგ განახლდა და კვოტა ჰქონდა დაახლოებით 140 ბავშვი, 154 რატომღაც ესე მოხდა. ბავშვი, ანუ ახალგაზრდობის სიბრთან ერთად ამ ღონისძიებას ვახორციელებთ, უკვე სისტემატიურად. და რა თქმა უნდა, ახლა ამის ეფექტურობაზე ზედმეტი ალბათ საუბარი, საკმაოდ მაღალია ეფექტი, განსაკუთრებით, როდესაც თვითონ უშუალოდ ადგილზე ნახულობენ თავის ისტორიულ სამშობლოს და ძალიან დადებითი გამოხმაურება აქვს. სხვა საგრანტო პროგრამებზეც ვიტყვი ორი სიტყვით, ახლა მე ჩართულობა ვახსენე წეღან იქ მარტო კონსტიტუციის დონეზე არა, ანუ ნებისმიერი შემთხვევაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩართულობა იყოს ქმედითი და არ იყოს მხოლოდ დეკლარირების დონეზე დარჩენილი და ახლა ჩანაწერი შეიძლება ბევრი კეთილშობილი ჩანაწერი გაკეთდეს, მაგრამ იმას თუ რაღაცა ინსტრუმენტი არ მივახმარეთ, ჩანაწერად დარჩება. ამიტომ აი ეს საგრანტო პროგრამები სწორედ ამას ემსახურება, რომ ადამიანებმა მაქსიმალურად გაუჩნდეთ იმის განცდა და რეალური ახმა, რომ თვითონ ისინი მონაწილეობას იღებენ ქვეყნის განვითარების საქმეში და ეს პირველ რიგში ეხება საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ. ეხლა ის მცდელობები, რასაც დაუშვათ ჩვენი საელჩოები აკეთებენ საზღვარგარეთ, ბუნებრივია საკმარისი ვერ იქნება, ანუ მას ჭირდება კიდევ დამატებით, ასე ვთქვათ, სხვა განზომილებებში, ასე ვთქვათ, რესურსული დახმარება. ბევრი დიასპორელი გვყავს ჩვენ, რომელსაც ძალიან საკმაოდ დიდი გავლენაც აქვს, ავტორიტეტიც აქვს. ნიჭიც აქვს იმის, რომ ქვეყანა კარგად წარმოაჩინოს უცხოეთში, სხვადასხვა წრეებში და ბუნებრივია ამისთვის ასევე გვაქვს სპეციალური კომისია შექმნილი, სადაც ირჩევა საუკეთესო პროექტები, ან ინიციატივები და შემდეგ ხდება გარკვეული ამისი რესურსული მხარდაჭერა და რა თქმა უნდა ანგარიშების წარმოდგენა, მოსმენა, შემდეგ როგორ განხორციელდა ესა თუ ის პროექტი. ბევრი პროექტი იყო, ახლა კონკრეტულად არ მინდა თქვენი ყურადღება ამაზე, ასე ვთქვათ, მოვაცდინო, მაგრამ ბევრი საკმაოდ წარმატებული პროექტი იყო, ბევრი ნიჭიერი ადამიანი იქნა აღმოჩენილი. რა თქმა უნდა, შერჩევის პროცესი საკმაოდ მკაცრია და ვითვალისწინებთ ხოლმე ადგილებზე ჩვენი საელჩოების რეკომენდაციებსაც, რომ ხარი წარმოდგენა შეგვექმნას ყველა კანდიდატზე, ვის რა გამოცდილება აქვს, როგორ თანამშრომლობენ, რა განწყობები აქვს და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა, ეს ყველაზე, ასე ვთქვათ, სტრუქტურულად ყველაზე ისეთი მარტივი საგრანტო ხაზია, აქ ძირითადად მოთხოვნა არის ხოლმე ინვენტარი, ჩოხები, ინსტრუმენტები და ეს ძალიან მოთხოვნადია და ამიტომ გავითვალისწინეთ რა ეს გარემოება ცალკე საგრანტო ხაზად გამოვყავით გარკვეული პერიოდის წინ, იმიტომ რომ ბევრი ანსამბლი, ანუ 100-ზე მეტი ანსამბლი გვყავს, რომლებიც ძალიან კარგ როლს თამაშობენ ჩვენი კულტურის წარმოჩენაში და მით უმეტეს ეს ეხებათ ბავშვებს, ანუ ორმაგი, ანუ ქვეყნისთვისაც არის და თვითონ ამ ბავშვებისთვისაც. ეხლა შარშან წინ დავიწყეთ ესეთი პროექტი, რომ ვარჩევთ ხოლმე განსაკუთრებით აი გამორჩეული ჯგუფები და კოლექტივები, ვინც არიან. და ერთ კონცერტს უკეთებთ საქართველოში, მაგალითად ჩამოყავს, რომ ერთი კონცერტი თბილისში, ერთი კონცერტი რეგიონში, შარშან თბილისში და ყაზბეგში გავმართეთ, მაგალითად. შარშან წინ ძალიან დიდი კონცერტი იყო, გადავსებული იყო ფილარმონია, ანუ ის გავაკეთეთ, რა ქვია, კონცერტი ერთ-ერთი უცხოეთში მოქმედი კოლექტივის და დიდი ინტერესი აქვს განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იქ ძირითადად არიან წარმოდგენილი დიასპორელი ბავშვები და ახალგაზრდები. და შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ ალბათ თქვენი მხარდაჭერაც გვექნება ამაში, რომ ეს პროექტები და პროგრამები უნდა გაგრძელდეს და კიდევ რაღაცეები, ბევრი რაღაცა შეიძლება მოვიფიქროთ, რამაც შეიძლება უფრო გააქტიუროს მათი ჩართულობა აი სწორედ იმ საქმიანობაში. ანუ მარტო ჩვენი და საელჩოს ანაბარა არ უნდა იყოს დარჩენილი, ვფიქრობთ აი ეს ქვეყნის გარეთ აქტივობები. ერთ-ერთი საინტერესო პროექტია უცხოეთში მცხოვრები გამოჩენილი დიასპორელების 8 წლის აღიარება და მათი დაჯილდოება ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში, ვინ რაში გამოიჩენს თავს.
ეს ნომინაციები თავიდან ცოტა იყო და შემდეგ რამდენიმე ნომინაცია ჩვენ გავაჩინეთ იმის გათვალისწინებით, რომ ვფიქრობთ, რომ სამართლიანი იყო ამ ნომინაციების წარმოდგენა. აი მაგალითად მეცნიერებაში შეწანილი წვლილისთვის თქვენ იცით, რომ ბევრი ისეთი გამოჩენილი ადამიანი გვყავს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მეცნიერები არიან, რა ვიცი, ზოგი ფიზიკაში, ზოგი მათემატიკაში, ზოგი მთარგმნელობით საქმიანობაში, ისტორიაში. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანია და წელიწადში ერთხელ სხვათა შორის დიასპორა ასახელებს თვითონ ამ ნომინაციებში, ასე ვთქვათ, ნომინანტებს და შემდეგ ხდება მათი დაჯილდოება. ნუ კულტურა და ეკონომიკა გასაგებია, ნუ აქაც ბევრი ადამიანი არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის წლის დიასპორელი სპორტსმენი ახლა ბუნებრივია აქაც არა გვაქვს რესურსების ნაკლებობა და ბევრი ნიჭიერი სპორტსმენი გვყავს ქვეყნის გარეთ, რომლებიც დაჯილდოებული გვყავს. საქართველოს უცხოელი მეგობარი, აი ეს დავამატეთ, იმიტომ რომ იმდენად ბევრი ადამიანია, რომელსაც საქართველოსთან შეიძლება პირდაპირ კავშირი არ აქვს, მაგრამ ისე პოზიციონირებენ ქვეყნის გარეთ ჩვენ სასარგებლოდ, რომ არ შეიძლება ამ ადამიანების წვლილი არ გამოვაჩინოთ და რაღაცნაირად არ გამოუყოთხოთ. და ნუ სპეციალური პრიზი გვაქვს კიდე ისეთი შემთხვევებისთვის, რომლებიც შეიძლება ამ ნომინაციებს არ ეხებოდეს, მაგრამ იყოს დასაფასებელი და სხვათა შორის ეს პროექტი მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისთან ერთად დავაინიცირეთ და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, სადაც ქონია ჩვენს კოლეგებთან უცხოეთში ურთიერთობები და გამოცდილების გაზიარება, ყველგან აღნიშნავდნენ, რომ ასეთი რაღაცა თვითონ მაგალითად ისრაელში ვიყავით და ესეთი რაღაც ჩვენც არ გვაქვს ამაზე ნაბიჯი. გასულ წელს, დიახ, ეს ყოველ წელს ტარდება, ოღონდ ან ცალკე ვატარებთ ხოლმე, ან შეძლებს დაგვარად, ან დაუშვათ შეიძლება დიასპორის ფორუმის ფარგლებში მოვახდინოთ ამ ხალხის ჩამოყვანა და დაჯილდოება. სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი არის, სპორტსმენები, როგორც არის მაგალითად კვარაცხელია, მამარდაშვილი თავის დროზე, ზაზაფაჩულია იყო თავის დროზე ნომინირებული. ეხლა ეს ამ ადამიანებს დაფასება და პრიზები არ აკლიათ რა სფეროშიც არიან, მაგრამ მათთვის ეს რაღაც დამატებითი, ასე ვთქვათ, სტიმულია ხოლმე და ფიქრობთ, რომ როგორც მინიმუმ ამას ისინი სახელმწიფოს მხრიდან ამ აღიარებას ასეთი ფორმატშიც იმსახურებენ და ვფიქრობთ, რომ სწორია ამ მიმართულებით. ბევრი გამოჩენილი ადამიანი გვყავს ქვეყნის გარეთ ამ კუთხით წარმოჩენილი და დაჯილდოებული. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, აი წეღანმე დიასპორული პლატფორმები ვახსენე, გახლავთ სწორი კომუნიკაცია დიასპორასთან. ეს ყველაზე რთულად შესასრულებელი ამოცანა არის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინსტრუმენტი არსებობს და სოციალური ქსელების მეშვეობით ხდება ძირითადად ეს კომუნიკაცია, მაგრამ ძალიან ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ინტენსიური და მოცულობითი ამოცანა არის. ბევრი ნოვაციაც ხონა ამ კუთხით, თუ გახსოვთ თქვენთან სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ კიდევაც იმის შესაძლებლობა, რომ პერიოდულად თუ ეს მოხერხდება და ეს უკვე გატესტილი გვაქვს და სავსებით საკმაოდ კარგი პრეცედენტი იყო, მაგალითად კომიტეტის ხდომებზე დიასპორელების დასწრება, ჩართულობა ონლაინ რეჟიმში. ნუ აქ საუბარი გვაქვს დიასპორულ ორგანიზაციებზე. ქვეყნების მიხედვით რამდენიმე ასეთი ქონდა საბერძნეთი, თურქეთი, იტალია, ჩაერთო ეს ხალხი და ძალიან მაღალი ეფექტი ქონდა, რაც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა ეს ხდომები. ნუ კომუნიკაცია რა ფორმით ხდება, მოგეხსენებათ, პირველი რა თქმა უნდა არის ადგილზე ჩვენი საელჩოები და საკონსულოები, რომლებსაც სულ აქვთ კომუნიკაცია დიასპორულ ორგანიზაციებთან. მაღალი რანგის თანამდებობის პირთა ვიზიტების დროს, როგორც არის მინისტრის ვიზიტი იქნება ეს, მინისტრის მოადგილეების, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეების და ჯგუფის, რომლებიც ჩადიან, რა თქმა უნდა და თუ გამოინახება ამ ვიზიტების ფარგლებში იმისი დრო, რომ შეიძლება უშუალოდ დიასპორასთან შესახვედრად არ ჩადიოდეს და სხვა მოისკონეს, მაგრამ რაღაცა პერიოდულობით ძალიან მაღალი ეფექტი აქვს. ეხლა ჩვენ, როდესაც მინისტრი ჩადის ხოლმე მაგალითად ვიზიტებით, ძალიან შეზღუდული კი არის ხოლმე ვადები და პერიოდი, ანუ ხშირად გადაბმული ვიზიტებია და მაგრამ ვცდილობთ, რომ
რაღაცა რაოდენობის ადამიანებს, ასე ვთქვათ, შეხვდეს დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მაინც რომ ეს კომუნიკაცია და ეს მუხტი შენარჩუნებული იყოს და რა თქმა უნდა ონლაინ პლატფორმების გამოყენება ჩვენ ბევრი შეხვედრები გვაქვს ჩატარებული განსაკუთრებით პანდემიის დროს. აი სტიქიური უბედურებები რო იყო მაგალითად თურქეთში სპეციალური ჩართვები გქონდა ამაზე, ამ ადამიანებისგან უშუალოდ ვიღებდით ინფორმაციას. და ეს პერიოდულად სულ ტარდება ჩვენთან სამუშაო დონეზე, სულ გვაქვს ასეთი ინტერაქცია და შეიძლება ეს ახლა ეს გარეთ არ გამოგვაქვს ეს ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ სულ მიდის ამაზე მუშაობა და მე ვფიქრობ, ბატონ ირაკლისთანაც ვქონდა ჩვენ ამაზე მსჯელობა, რომ რაღაცა ასე ვთქვათ, გეზი უნდა ავიღოთ ისეთი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადგილზე კომუნიკაცია და იმ ქვეყნებში ჩასვლა, აი ჩვენ თურქეთის მაგალითი შემიძლია მოვიყვანო 2 დღის განმავლობაში, არ ვიცი, პრაქტიკულად შეჩერების გარეშე უამრავ დიასპორულ ორგანიზაციაში ვიყავით, დავაფუძნეთ კიდევაც ერთ-ერთი ორგანიზაცია და იმდენად მნიშვნელოვანი არის მათთვის საქართველოსთან სტუმრების და მაღალი რანგის პირების ადგილზე ჩასვლა, რომ ეს პრაქტიკულად ამ მოდულს ვერ შევცვლით ვერაფრით. ამიტომ კარგი იქნება თუ ამას გავითვალისწინებთ და ჩვენ დონეზე იქნება ეს თუ საპარლამენტო დონეზე იქნება. აღარაფერს ვამბობ პრეზიდენტის ვიზიტებზე, რომელიც ახლო მომავალში ალბათ უკვე დაიწყება სხვადასხვა ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი რანგის ფიგურები სახელმწიფოს მეთაური იქნება ეს თუ მთავრობის წარმომადგენლები, მათთან კომუნიკაციის ნაწილში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობთ. და ერთ-ერთი ესეთი პლატფორმა, რომელიც სახელმწიფო პლატფორმაა, პრაქტიკულად ცალკე საიტი გვაქვს ჩვენ შექმნილი ქართველების საზღვარგარეთ, ესეც IOM-ის საერთაშორისო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ესგვარი კოლგის ქვეშ ხდება ამ პორტალის განვითარება. ეხლა თქვენ მოგეხსენებათ, რომ ინფორმაციაზე წვდომა დღეს პრობლემას არ წარმოადგენს, რომ ნებისმიერ ადამიანს უცხოეთში ისეთივე წვდომა აქვს ინფორმაციაზე, როგორც ჩვენ გვაქვს ინტერნეტის მეშვეობით, მაგრამ ჩვენ აქვს საუბრობთ ისეთი სახის ინფორმაციის თავმოყრაზე, რომელიც სპეციფიურად განკუთვნილი არის მათთვის. ადამიანებს აინტერესებთ მარტო საქართველოში რა ხდება ბუნებრივია ეს აინტერესებთ, მაგრამ აინტერესებთ ასევე სხვა ქვეყნებში როგორ მუშაობს დიასპორა, როგორ ცხოვრობენ და ასე შემდეგ. ამიტომ ასეთ პლატფორმებს ძალიან ასე ვთქვათ, დიდი მნიშვნელობა აქვს მოგეხსენებათ. პერიოდულად აქვეყნებთ საინფორმაციო ბიულეტინს დიასპორის, სადაც ეს ყველაფერი თავმოყრილი არის. სად რა ღონისძიება ტარდება, ვინ როგორ ოპერირებს, ვინ როგორ მუშაობს და ასე შემდეგ. მე ვახსენე წეგან დიასპორული მედია პლატფორმა, რომელიც შარშან ჩვენ აქ დავაფუძნეთ. და რამდენიმე დიასპორული მედია ორგანიზაცია უკვე გაერთიანდა ამაში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რამდენად დიდია მნიშვნელობა იმისა, რომ ასეთი ჯგუფები მაქსიმალურად იყოს სახელმწიფოსთან აფილირებული და დაკავშირებული. იმიტომ რომ დიდი გავლენები აქვს, იქ ზოგიერთი არის 20-30,000 მნახველი ყავს თვის განმავლობაში გამომწერები ყავთ და შესაბამისად მაღალი გავლენა აქვს და ეს ინსტრუმენტი აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული ქვეყნის სასიკეთოდ და არ უნდა ჩაუვარდეს ხელში ანგაჟირებულ პირებს. მაგალითები გქონდა, რომ რაღაცა ნეგატიური ინფორმაცია გაავრცელეს და რეკორდული რაოდენობის ნახვები ჰქონდა, რაც ჯერთი სიმართლე არ გავრცელდა, რაღაცა კონკრეტული საკითხი იყო და ანუ რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ხელშეწყობა არ უნდა მოხდეს და პირიქით, სადაც კონსტრუქციული და ობიექტური ინფორმაცია ვრცელდება, ეს ჯგუფები ბუნებრივია მაქსიმალურად უნდა იყვნენ წახალისებული და მას ემსახურებოდა სწორედ ის, რომ ერთ ასე ვთქვათ პლატფორმაში გავაერთიანეთ. ორი სიტყვით გეტყვით სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობაზე, ვისთან მუშაობთ ყველაზე ინტენსიურად. ეს გახლავთ კულტურის სამინისტრო და განათლების სამინისტრო, რაც გასაკვირი არ არის ბუნებრივია, ორივე ელემენტზე ჩვენ ვისაუბრეთ, როგორც კულტურული მიმართულება, ისევე საგანმანათლებლო მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია და საჭირო ჩვენი დიასპორელებისთვის შესაბამისად. ეს ორი უწყება სიურპრიზი არ არის, რომ განსაკუთრებით არიან ჩართული
ერთობლივად სხვადასხვა პროექტებში გვეხმარებიან თავიანთ პროფესიულ დონეზე და რა თქმა უნდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეხლა კარგად ვიცით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და აქ არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობთ ისეთ ორგანიზაციებს, რომლების მიმართაც რაღაც გარკვეული კითხვა შეიძლება იყოს. ეს ძირითადად პროფილური ორგანიზაციებია, მაგალითად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ყველაზე სერიოზული ასე ვთქვათ აქტორი ამ მიმართულებით, რომელიც მიგრაციის საკითხებზე მუშაობს. ბევრი კარგი წამოწყება და პროექტი გვაქვს ერთად განხორციელებული. ICMPD ევროკავშირის ქვეშ ოპერირებს და ბოლო პერიოდში ცოტა ნავაღიაროთ რომ შესუსტდა მათთან ეს ურთიერთობის ინტენსივობა და GIZ აქ საუბარი არის ხოლმე ძირითადად კონკრეტულ თემებზე, იმიტომ რომ პოლიტიკის დამოუკიდებლობაში არც ჩვენ ასე ვთქვათ ვიძლევით იმის მიზეს რომ ვიღაცა ჩაერთოს და რაღაცაზე მეტად გვიკარნახოს, თუმცა ექსპერტულ დონეზე ამ მექანიზმებს ვიყენებთ ხოლმე. და ფორუმები, აი პერიოდულად წლის განმავლობაში სულ არის ხოლმე ან ონლაინ ფორუმები უფრო მეტად და ამ ფორუმებში მონაწილეობას ვიღებთ. მაგალითად დუბლინის დეკლარაცია მე ვახსენე ირლანდიაზე, სადაც ძირითადი პრინციპები არის მსოფლიოში ქვეყნებმა როგორ უნდა იმუშაონ დიასპორასთან, ამას მიუერთდით ჩვენ და ამის შემდეგ უკვე ძალიან აქტიურად, ანუ პრაქტიკულად ყველა ფორუმზე როგორც მინიმუმ მომხსენებლები ვართ ხოლმე ამ კუთხითაც. და ბოლოს თუ არ ვწდები, თანამემამულის სტატუსი, ერთ-ერთი ასე, რატო გვინდა რომ ყურადღება გავამახვილოთ. თვეში ერთხელ ფაქტიურად გვაქვს კომისია სამინისტროში და გარდა უწყებრივი კომისიისა კიდევ არსებობს მრავალუწყებრივი კომისია, სადაც სხვადასხვა უწყებები არიან ჩართულები და თვითონ კანონის მოთხოვნაა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება საქართველოს პასპორტი არ ქონდეს და ჩვენი მოქალაქე არ იყოს, მაგრამ თავისი წარმომავლობით, ეთნიკურობით, რა ვიცი, კულტურით ის საქართველოს ქართველია, ჩვეულებრივად შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ერთგვარი სტატუსი არის, ასე ვთქვათ, შემოღებული, დაწესებული, ეს არის თანამემამულის სტატუსი, შესაბამისი მოწმობით, თანხმდია. მცირე, მაგრამ მაინც გარკვეული ბენეფიტები აქვს ამ სტატუსის მფლობელებს, რაც საგანმანათლებლო პროცესში, დასაქმების პროცესში და ასე შემდეგ. კომისიაზე ვხვდებით ამ ადამიანებს, ეს ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ აი ჩვენი დიასპორული ბაზა შევავსოთ ხოლმე თითო სხდომაზე დაახლოებით 20-30 ესეთი კანდიდატი მოდის, ვესაუბრებით, ერთია დაკავებული, ზოგი საქართველოში ცხოვრობს, ზოგი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ეს ადამიანები ფიქრობთ, რომ ჩვენი ადამიანური კაპიტალია და რაღაცა კუთხით როგორც მინიმუმ ინფორმაცია უნდა გქონდეს ამ კონტინგენტზე და შემდეგ რა თქმა უნდა ხდება ბუნებრივია, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული გაფილტრა. არის შემთხვევები, როდესაც უარს ვეუბნებით ამ სტატუსზე სხვადასხვა მიზეზებით და არის, რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ამ სტატუსის მფლობელები უხვად გვყავს და ბოლოს ორი სიტყვით ვიტყვით, ეხლა რა ინიციატივები გვაქვს, რაც ასე ვთქვათ, დასრულებული სახე არა აქვს ამას, მაგრამ ხედვისა და იდეების სივრცეს გავწვდით უკვე და რაღაც გარკვეული სამუშაოებიც გვაქვს ჩატარებული. პირველი ალბათ არის ის, რომ როდესაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შემოვა, ალბათ სტრატეგიასაც უნდა გადავხედოთ და ძირითადი ღერძი, რა თქმა უნდა, ალბათ უცვლელი დარჩება, ანუ ჩართულობის ნაწილში, მაგრამ რაღაცა ელემენტები შეიძლება შემოღებული იქნას, იმიტომ რომ ეს სტრატეგია, რაც ჩვენ გვაქვს, ანუ შიდა უწყებრივი დოკუმენტით ამტკიცებული, გადასახედია რაღაცა მუხლები ვნახეთ, რომ პრაქტიკაში ისე ვერ იმუშავა, როგორც დაუშვათ ამის ავტორს ჰქონდა წარმოდგენილი და ხო, რაღაცი რეალობასთან დასაახლოებელია გეთანხმებით. იქ ჰქონდა რაღაც ამბიციური განზრახვები, მაგრამ ცხოვრებამ და რეალობამ გვაჩვენა, რომ ამისი შესრულება ერთი დამატებით რესურს მოითხოვს და არ არის ეფექტური და შეიძლება რიგ შემთხვევაში შედეგი ისეთი არ იყოს, როგორც რესურსი დაიხარჯოს. ამიტომ ეს ვფიქრობდა და მეთანხმებით, რომ ბუნებრივი პროცესია, რაღაცას შევკუმშავთ, რაღაცას პირიქით დამატებით ელემენტს დავამატებთ. საკვირაო სკოლების მასწავლებლების გადამზადების პროგრამა დაწყებული გვაქვს პრაქტიკულად ეხლა და რატომ გვინდა ეს
ეს მასწავლებლები ხშირად ჯერჯერობით რომ ძალიან სერიოზული და თავდადებული კონტინგენტია ამ ეთანხმებით. ხშირ შემთხვევაში სრულიად უსასყიდლოდ ემსახურებიან ბავშვებს, მაგრამ მეთოდოლოგიური და ასე ვთქვათ პროფესიული დახმარება ეს საჭიროებათ, იმიტომ რომ ზოგი მოყვარულია, ზოგი ზოგს აქ ქონდა მასწავლებლის ბექგრაუნდი და ყველა ვერ იქნება პროფესიონალი, ამიტომ ამ გადამზადების პროგრამა ჩაშვებული გვაქვს უკვე, დაწყებული გვაქვს განათლების სამინისტროსთან ერთად და აუცილებლად რაღაცა ეს თავისთავად გამოიწვევს სტანდარტების მაღლა აწევას. ახალგაზრდების ჩართულობა გვინდა რომ ცოტა უფრო გავაძლიეროთ. აი მარტო ის ბანაკები იქნება ეს თუ ახალგაზრდა ელჩები, ვფიქრობთ რომ იმდენად ბევრი ახალგაზრდაა და მან კიდევ კრიტიკული სურათი გვაქვს, იმიტომ რომ ბავშვები ხშირ შემთხვევაში საერთოდ კარგავენ ქვეყანასთან კავშირს. ენაზე, ქართულ ენაზე ვერ მეტყველებენ. ზოგი ახერხებს რომ მიიყვანოს შვილი ამ საკვირაო სკოლებში, ზოგი ვერ ახერხებს. სხვათა შორის ქართული ენის ცენტრებიც გვაქვს, კურსები შემსწავლელი, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში ოპერირებენ. ამიტომ ვფიქრობთ რომ რაღაცა უნდა გავაფართოვოთ ეს არეალი და უფრო მეტი ჩართულობა უნდა მოხდეს ამ ახალგაზრდების საქართველოში ადგილზე ფიზიკურად ჩამოყვანის კუთხით და რაღაც გარკვეულ აქტივობებში ჩართვის კუთხით, თუმცა ეს კონკრეტული ელემენტი ცოტა უფრო ისე იდეის დონეზე გვაქვს ჯერჯერობით. და აი ერთ-ერთი ესეთი პროგრამა თუ გახსოვთ ბატონო ირაკლი მე გაგიზიარეთ ადრე გვინდა რომ გავაკეთოთ საქართველოს დიასპორის მეგობარი უფრო ესე დავარქმევდი. რას გულისხმობს ეს? ბევრი პოპულარული ადამიანი გვყავს საქართველოში, რომლებიც ძალიან უყვართ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენს გვიყვარს ეს ხალხი, რა ვიცი, იუმორისტული შოუები არის ეს თუ მსახიობები არიან თუ მუსიკოსები. მაგალითად ნიკა წულუკიძესთან ერთად რამდენიმე საინტერესო დავემთხვიეთ ისე თვითონ დამოუკიდებლად აკეთებდა, მაგრამ მე გავაერთიანეთ ძალისხმევა. ძალიან ბევრი ადამიანი დიდი გამოხმაურება ქონდა ესპანეთის ერთ-ერთ პატარა რეგიონში 500 ადამიანი მოვიდა იქ და რაღაცა ერთი დღე ვაჩუქეთ ამ ხალხს ყველა ერთად და რაღაცა საქართველოში ვაგზნობინეთ თავი და ამ დროს ეს არც დიდ დანახარჯებთან და ესეთ რაღაცებთან არ არის დაკავშირებული და ეფექტი გაცილებით მეტია ვიდრე დახარჯული რესურსი და ვფიქრობთ რომ ეს პროექტი გავაკეთოთ განვახორციელოთ და რაღაცა რესურსული უზრუნველყოფაც უნდა მოხდეს. ჩვენ ახლა დიასპორულ მიმართულებებზე ორი სიტყვით რესურსებს გეტყვით მაშინ ბოლოს რომ პროგრამული ბიუჯეტი გვაქვს და დაახლოებით 2.800.000 ლარი გვაქვს. ახლა რა თქმა უნდა თუ ის ამბიციები გვექნება რაც სხვა პარტნიორ ქვეყნებშია, უნებრივია ეს რესურსი საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ახლა მაგალითად ისრაელში რო ვიყავით რო გავაკეთეთ პრეზენტაციები მე და ჩემმა კოლეგამ დიასპორის მინისტრი იყო ეხა ბევრი რაღაცა ისე დაემთხვა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად რომ გითხრეს რომ რაღაცეებში თქვენ ჩვენზე მეტი გაქვთ ნაფიქრი უბრალოდ რესურსი ჩვენი იყო 1.800.000 ლარი და ისრაელის შემთხვევაში იყო 350 მილიონი შეკელი რაც 3-ზე რო გავყოთ 100 მილიონი დოლარი და ბუნებრივია რა თქმა უნდა ეხლა სახელმწიფო პოლიტიკაც განხორციელება და კონკრეტული შედეგები ამ რესურსებზეც არის დამოკიდებული ისე არ მინდა რომ გავიგოთ საკმაოდ იმ ამბიციებისთვის და იმ პროგრამებისთვის რაც დღეს გვაქვს ეს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა იყო პარლამენტიდან და პირიქით ეს რესურსი ჩვენ წლების განმავლობაში გავზარდეთ 9 მილიონიდან დაიწყო და ყოველ წელიწადს შემდეგ ამ რესურსის ზრდა ხდებოდა მაგრამ რა თქმა უნდა უნებრივია შედეგებზეც უნდა აისახოს და იმედია ამ შედეგსაც დავდებთ. ეს არის აი ზოგადი რაც გვინდოდა თქვენთვის მოგვეწოდებინა, როგორც გითხარით, ანუ საომავლოდ იმედია მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ყველა ამ კონკრეტულ მიმართულებაზე რაზეც ვისაუბრეთ, ცალკე უფრო ცალად მოგახსენოთ, რას ვაკეთებთ, რის გაკეთებას ვაპირებთ, რა პრობლემა გვაქვს და რა გამოწვევები გვაქვს და ასე შემდეგ. კეთილი. ბატონ ვლადიმერ, დიდი მადლობა წარმოდგენილი ანგარიშისთვის. ხო, აქ რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ცალკეულ დიასპორულ
ჯგუფებთან მუშაობა, გაძლიერება, რაც ქონდა, ეს არის როგორც ცალკეულად ჩვენი თანამშრომლები, ასევე ახალგაზრდები, მათთან მუშაობა. საუბარი იყო ასევე პლატფორმებზე, რომელიც კომუნიკაციის, ასე ვთქვათ, პრობლემებს და გვაქვს გამოწვევა და რჩება დღემდე, უფრო მეტად დაძლევს და შეგვეძლება, რომ ჩვენი სათქმელი პოზიცია ქვეყნის ესა თუ ის შიდა საქმეების შესახებაც მათ შორის, როგორც ჩანს, ეს ძალიან არის გარკვეული ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი მათთან კომუნიკაციისთვის და შემდეგ შეცდომაში შესაყვანად და ჩვენ ბუნებრივია სახელმწიფო ინტერესები არის ის, რომ ჩვენმა დიასპორამ იცოდეს ყველაფერი მიმდინარე პროცესებზე, რა ხედვა აქვს საქართველოს ხელისუფლებას, რა გეზი გვაქვს და რა ამოცანებთან დაკავშირებული. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მე კოლეგებს ვთხოვ, კითხვები თუ გაქვთ, რომ დავსვათ, მოდი თქვენ მოვნიშნოთ მაშინ და ბოლოს რო უპასუხოთ თუ ასე წავიდეთ, რომ კალტონჟმა გთხოვთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა ამ ანგარიშის წარდგენისთვის. მე როგორც ამ მოწვევაში კომიტეტის ახალი წევრი შეიძლება უფრო მეტი კითხვა მქონდეს, ვიდრე დანარჩენებს, ვისაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ თავდაუზოგავი შრომისთვის, მაგრამ რამოდენიმე კითხვა მაქვს. თქვენი ბოლო წინადადებიდან დავიწყებდი ისრაელთან მარტო იმიტომ არა რომ მე რაღაცა ფორმით კავშირი მაქვს ისრაელთან, უბრალოდ მათ ძალიან კარგად აქვს დიასპორასთან მუშაობის საკითხები აწყობილი და ეს რაღაცა სინქრონში თლათ ისე გადმოტანა არა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა და აქედან გამოვალ განსაკუთრებით ერთ საკითხთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც თქვენ ეტყობა დროის სიმცირის გამო ინფორმაცია არ მოგიწოდებიათ, ქვეყანაში დაბრუნების ნაწილში რას ვაკეთებთ ჩვენ? აი განსაკუთრებით, რადგან ისრაელის მაგალითი მოიყვანეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეს ერთი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული, ჩემთვის როგორც ექიმისთვის და კიდევ როგორც ემიგრანტი ოჯახის წარმომადგენლისთვის, ძალიან მტკივნეული ნაწილია ერთი განსაკუთრებით, რომელიც ჩვენი ემიგრანტი თანამამულეების ჯანმრთელობას ეხება. განსაკუთრებით მე ძალიან კარგად ვარ ჩახეული პრაქტიკულად ემიგრანტების ცხოვრებაში ჩემი ოჯახიდან გამომდინარე და ემიგრანტებს გავყოფდი ორ ნაწილად ლეგალური ემიგრანტები და არალეგალური ემიგრანტები და განსაკუთრებით არალეგალების ნაწილში. ძალიან სერიოზულ პრობლემას ვხედავ და თქვენ თუ დამატებით ინფორმაციას მეტყვით გამიხარდება აი ამ საკონსულო აღრიცხვის ნაწილში რა мотиваციის ფორმები გვაქვს რომ ადამიანებს როგორც მე ეს პრაქტიკულად გადაჯაჭვულია კომუნიკაციის ფორმების სიმცირეში, რადგან ისინი ვერ იღებენ სწორ ინფორმაციას, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის შემთხვევაში ნეგატივი რომ არ მოყვება ამას ყოველ შემთხვევაში იქ ადგილზე. აი ეს რა мотиваციის რა ფორმები გვაქვს, რომელიც ავტომატურად აისახება, იცით ჯანმრთელობის ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, იდენტობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, მასლოუს პირამიდაშიც კი პირველ დონეზე დგას ჯანმრთელობა და ფიზიოლოგია, შესაბამისად, ხო, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და არაფერი არ გითქვავთ ამასთან დაკავშირებით. ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია კიდევ. მიუხედავად იმისა, რომ მე თვალს ვადევნებ სულ აი ამ დიასპორის მუშაობას, შორიდან ვადევნებდი ყოველ შემთხვევაში, განცდა მაქვს ისეთი, რომ ერთსა და იმავე არ ვიცი როგორ თქვა, ადამიანების ჯგუფი თუ არა, ერთსა და იგივე კატეგორიაში ვტრიალებთ დაჯილდოვების ნაწილში, კომუნიკაციის ნაწილში და ასე შემდეგ. რა ინფორმაცია გვაქვს პანდემიამ შემთხვევით ექიმები წამოატივტივა, მაგრამ მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი წარმატებული ქართველია, მათ შორის ძალიან ბევრი წარმატებული სტუდენტია, რომელთანაც ჯერ არ გავსულვართ კომუნიკაციაზე. მათ შორის არაფერი გითქვათ და ესეც მნიშვნელოვანია, შერეული ოჯახების შვილები, სადაც დედა ქართველია, მამა არ არის ქართველი, მაგრამ ეს ბავშვები ძალიან წარმატებულები არიან და ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტის მომტანები შეიძლება გახდნენ ჩვენი ქვეყნისთვის და ამ მიმართულებით
რა თქმა უნდა, მაგრამ დედა განსაკუთრებით, ბევრია, რომ დედა ქართველია და მამა არ არის. როგორც მინიმუმ თუ ვიცით, რამდენია ასეთი, რამდენი წარმატებული ქართველია, ქართველი სტუდენტი არსებობს, რომელთანაც კომუნიკაცია არ გვაქვს და არ შემიძლია ხო ვერ ჩაული ვერანაირად გულგრილად იმ თემას, რომ ძალიან ბევრი ემიგრანტი არსებობს რუსეთში. ჩვენ მათთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა ქვეყანასთან არ გვაქვს, მაგრამ შეუძლებელია, რომ აი ამ ძალიან ბევრ ქართველთან რა ფორმის კონკრეტულად აი რუსეთთან მიმართებაში რა კავშირები გვაქვს და რითი შეიძლება უკვე რომ აი ამ უფრო გაძლიერდეს, რადგან ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს ამ ქვეყანასთან, რაღაცა დაჩაგრულად არ იგრძნონ მათ თავ. დიდი მადლობა, გამიხარდება ნებისმიერი ინტერვენცია, რომელიც მიმართული იქნება დიასპორული მიმართულებით მუშაობის გაძლიერებაზე, განსაკუთრებით ბიუჯეტზე. ჩათვალეთ, რომ თქვენი გულშემატკივარი ვარ მეც ერთ-ერთი და მზად ვარ ჩართულობის ნაწილში ნებისმიერი მიმართულებით ვიყო ჩართული თქვენს წარმატებაში. მადლობა. კი ბატონო. მოგესალმებით. დიდი მადლობა ამ წარდგენისთვის და საინტერესო მიმართულებებია, ვფიქრობ, საყურადღებო და ძალიან იმედის მომცემია ის შეფასება თქვენ რაც აღნიშნეთ, რომ გადასახედია რაღაც დიასპორებთან ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები. მინდა გკითხოთ 2012-2013 წლებში ძალიან დიდ რაოდენობა თურქეთის მოსახლეობას მიეცა საქართველოს მოქალაქეობა. თუ გაქვთ ამის თქვენ კონტროლი, ისინი ჩართულები არიან თუ არა დიასპორულ საქმიანობაში თურქეთში, ან თუ არ არიან, სად არიან, ჩვენთან არიან თუ არა და რამდენად გვყავს ეს ყველაფერი კონტროლზე. სწორად აღნიშნეთ, რომ დიასპორა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. და სწორად აღნიშნა იყო, რომ ირლანდიაში ირლანდიელებს ესეთი შედეგები აქვთ თავისი დიასპორის, რომ გვაქვს თუ არა ჩვენ მსგავსი მიზნები დასახული და როგორ ვაკონტროლებთ იმანებში. ყველა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანაში ჩვენი ინტერესები უნდა გქონდეს და ამისთვის დიასპორა აქტიური და ძალიან ძლიერი უნდა იყოს. მეორე კითხვა მაქვს შემდეგი, რომ თქვენ აღნიშნეთ, რომ 4 მილიარდამდე იყო გადმორიცხვები, ხო? და ეს შემცირდა 3 და 3-მდე. 4 და 4 ხო, მაღალი, ხო. ცოტა უფრო შეიძლება მე უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ ოდნავ მაინტერესებს რამ გამოიწვია შემცირება, იმიტომ რომ თქვენ აღნიშნეთ, რომ იქ ამერიკის იმაში ცოტა გაიზარდა მიგრაცია, მეტი გახდა და თანხები რატო შემცირდა, კოეფიციენტი ამასთან მიმართებაში როგორ არის? რა თქმა უნდა, ალბათ რუსეთმაც. მინდა გკითხოთ კიდე ერთი ესეთი კითხვა. ყველაზე კარგად და აქტიურად რომელი დიასპორაა გვემუშავება, აი რომელი არის სამაგალითოდ ჩვენ რო ვთქვათ, რომ აი ყველაზე აქტიურია, ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს უსვავს ხაზს. თქვენ აღნიშნეთ, რომ ინიციატივებიც მოდის, დიასპორებიდან თუ მოდის მსგავსი ინიციატივები, ხო, შეიძლება ესეც იგულისხმეთ უბრალოდ და რას ეხება ეს ინიციატივები, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანის დიასპორა შეიძლება განსხვავებული იყოს, სხვადასხვა საკანონმდებლო რეალობიდან გამომდინარე, მაგრამ საინტერესოა, როგორი ინიციატივები მოდის იქიდან. საგრანტებთან დაკავშირებითაც მქონდა კითხვა. ეს საგრანტო პროგრამები იცვლება აქტიურობა სხვადასხვა აქტიურად კითხვაც გავს. ხალხი ახალი თაობა, ახალი პროგრამები მოდის თუ ერთი და იგივეს მიმართულებები ამაში, ესეც ცოტა უფრო კონკრეტულად რომ გავიაროთ. თანამემამული სტატუსი ახსენეთ თქვენ. ამ სტატუსის მქონე ადამიანები ზრდადია, კლებადია თუ ერთი და იგივე
რაოდენობაზე ვართ გაჩერებული და აი ეს სტატისტიკა როგორია წლების განმავლობაში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო მოხსენება იყო. Უბრალოდ რამდენიმე კითხვა მაქვს ასე ჩამოვთვლი. დავთვალე და იქ რაც ცხრილი იყო მოცემული დაახლოებით 1.300.000 კაცი არის ლაპარაკი, ხო? ეს არის ამ შემთხვევაში არალეგალური, ისა მხოლოდ ლეგალურები თუ არალეგალური შედის, ორივე მივიღე პასუხი და რამდენად ახლოს შეიძლება იყოს ეს ციფრი. იგივე რუსეთთან დაკავშირებით 700.000 წერია და წლების განმავლობაში გვესმოდა 1.100.000 ზოგიერთი ვთქვათ ამ ციფრის ნახევარს ამბობდა და ეს 700.000 რამდენად ზუსტია. ხო, ერთი კითხვა მაინტერესებდა. მეორე, შევავთ, ხო, კარგი ის არის, რომ აი აქ წერია ქართულ დიასპორასთან კომუნიკაცია, რომ დაწესდაო დიასპორასთან შეხვედრის კონკრეტული თარიღები თვეში ორჯერ. ეხლა ბევრ ქვეყანაში ვარ დამყოფი, ბევრგან შევხვედრი ვარ დიასპორებს და ვიცი ძალიან ბევრი აქტიური ელჩი და აქტიური კონსულები, რომლებსაც აქვთ ესეთი ურთიერთობები. გავიხსენებ მაგალითად აი თუნდაც შარშან ვიყავი ბარსელონაში, დღეს უკვე ელჩია, მაგრამ ალეკო ჭკუასელი ან თესალონიკში გელა ჯაფარიძე ყოველდღიური ურთიერთობა აქვს თორნიკე ბერიკაშვილი აგერ არის და კარგად ვიცი ჯერ კიდევ როდესაც კონსული იყო ოდესაში მართლა თითოეულ ქართველთან ჰქონდა ურთიერთობა და თითოეულ ქართველთან ყველაზე მძიმე დღეებში ის პატრონობდა და გვერდის ედგა და მადლობა მინდა უთხრა ამ შემთხვევაში მართლა ყველა სახელით ბატონ თორნიკეს მაგრამ გამიგია ისეთებით სადაც მეუბნებიან რომ თქვა აქ არის ეკლესია სადაც იკრიბება ყოველ შაბათ-კვირას უამრავი ქართველი ყველა და ერთხელ არ დაუნახიათ იქაური კონსული იქ და უბრალოდ ყურადღების მიქცევა უნდა ამას და ეგეთი ადამიანები მეორე დღეს უნდა იქნეს გამოწვეული რა ხა მაშინ რისთვის არის იმისთვის რომ ხელფასი კონდეს და შვილებმა ევროპაში სკოლაში იაროს ეს არის კონსულის თუ ელჩის თუ ვიღაცის დანიშნულება თუ ესე ხედავენ თავის მისიას ძალიან ცუდია იგივე ბარსელონაში სადაც არის არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი რო დავესწარი ჯერ წირვას და შემდეგ საკვირაო სკოლას აი წარმოუდგენელია რაც იქ ხდება რა საოცარი ატმოსფერო ბავშვები და მშობლები ერთად არიან გაერთიანებული და სასწავლო პროგრამებით წიგნის აქვს გამოცემული სახელმწიფოს დახმარებით სამინისტროს დახმარებით ალბათ მაგრამ მის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო საფრთხურჯულის და არა მხოლოდ საფრთხურჯულია ხო ბევრ ამას სწავლობენ და ეს ურთიერთობა ერთმანეთს არ კარგავენ ადამიანები შეკრების ადგილი არის იქ და ის რასაც აკეთებს ეკლესია და რასაც აკეთებენ ესეთი აქტიური სასულიერო პირები იმას სახელმწიფო აი ძნელად გააკეთებს მაგრამ აი თუ იქნება სინერგია სახელმწიფოს და ეკლესიის მივიღებთ აი ძალიან დიდ შედეგს და ამაში მივესალმებიან თქვენს აქტიურობას მაგრამ ამ პროგრამების გაძლიერება და მეტი თანხის გამოყოფა იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების გამოყენება რომლებიც იქ არიან ჩვენი წარმომადგენლები ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანია უბრალოდ ახლა ლუკა შერაზადიშვილი ნიკო შერაზადიშვილი ესპანეთის სახელით პირველი მსოფლიო ჩემპიონი ყავს ესპანეთს და ეს არის ჩვენი წარმომადგენელი ქართველი ძალიან აქტიური კავშირი აქვს სამშობლოსთან იქაც იგივე ლუკა მხეიძე საფრანგეთში და ძალიან ბევრი აი მიქაუტაძე რა ვიცი რომელი ერთი ვახსენო და მათი აქტიურობის გამოყენება შეიძლება თოფურია კი ბატონო და ხო ეგეთი ერთი და ეს მომავლის ბანაკები რა აი ეს არის კიდე ერთ-ერთი ის მიმართულება სადაც მართლა არ უნდა დავინანოთ თანხები და ეს სამშობლოსთან კავშირის აღდგენისთვის არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება კითხვები იმდან არ გამოვიდა რამდენადაც სურვილები და შეფასებები მაგრამ ეს ჩემი ხედვა რომ გაგიზიაროთ მადლობა კეთილი ბატონ ხო თორნიკე ბრძანებ არა იმუშავა სერიალი ძალიან კარგად ბავშვები დღემდე მეგობრობენ იქ თუნდაც სალონიკიდან მყავდა ბევრჯერ გამოგზავნილი თუნდაც ოდესიდან იყო რაღაც პროექტები და შეიკრა გუნდი და შემდეგ ესენი დადიან შემდეგ სამრევლოშიც და ყველგან ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტები
კეთილი. ორი კითხვა დამრჩა რაღაცა გამორჩა ამასობაში. აი ორი დღის წინ იყო 17 ჩვენი საქართველოს მოქალაქე 17 მოქალაქე იყო თუ არ ვცდები რომ გამოაძევეს პოლონეთიდან. ეხლა ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ყოველდღიურად ხდება, ძალიან ბევრი არალეგალურია, ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ აი ეს როცა საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი გამოეხმაურა და ამაზე განცხადებას აკეთებს, რა მე მგონი პირველი შემთხვევაა და აი რა ქვია ამას რაღაცა არამეგობრული დამოკიდებულების მორიგი ჟესტი იყო სიკორსკის მხრიდან და სიკორსკის მხრიდან არაერთხელ გვახსოვს ასეთი არამეგობრული განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში. ეს იყო ერთი კითხვა და ხო, აი რუსეთიდან გზავნილების შემცირება თქვენ კი ახსენეთ რომ შეიძლება უკავშირდებოდეს იმას რომ პირდაპირ ფრენები აღსდგა და ადამიანებს ჩამოაქვთ, მაგრამ მე რა მაინტერესებდა როცა ვადარებთ 2023 წელს, მაგალითად 2023 წელს შეიძლება გზავნილები გაზრდილი იყო, იმიტომაც რომ ომის პერიოდში ძალიან უბრალოდ გაიზარდა ბევრი ის ადამიანი, რომელმაც თავთქვათ ან ბიზნესის გადმოტანა სცადა ან რაღაცა და ამასთან სხვა არ არის დაკავშირებული თუ თქვათ რომ შევადაროთ 2019 წელს ომამდე და პანდემიამდე წელს ვიღებ, იმასთან შედარებითაც არის კლება, ის საინტერესო იქნებოდა. მადლობა. კეთილი. დიდი მადლობა. ხო არ გვაქვს კიდე კითხვები, არა? მადლობთ. ხო, ბატონ სუზარ, თქვენმა მადლობებმა მომცა საშუალება მე თურქეთის თემაზეც გითხრათ, სადაც ვიყავი. დიასპორას შევხვდი და იქ იგრძნობოდა საელჩოს და გენერალური საკონსულოს მუშაობა და მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა უთხრა თითოეულ მათგანს ჩართულობისთვის, იმიტომ რომ სახელი და გვარებით იცოდნენ ის ხალხი, ვისაც შევხვდით იქაურების და ეს დასაფასებელია და შედეგიც შესაბამისად იყო. იმაშიც გეთანხმებით, ჩვენ ვიყავით დელეგაციებში, წინა წლებში მე არ ვიყავი სხვა კომიტეტის ეგიდით და თქვათ რომ თხოვეთ ელს დიასპორა რაღაცა 5 კაცი ვერ მოიყვანა. ასეთებიც გვახსოვს, დღეს არ არის ის ელჩი და თურმე ხო, ალბათ უნდა მოხდეს შერჩევა და ამაში ახლა მთელი რიგი პრობლემები და გამოწვევები გვაქვს და იმედი მაქვს რომ პრეზიდენტიც, მთავრობაც სწორედ ღირსეულებს შეარჩევს, ვინ ჩვენ ქვეყნის სახელს ღირსეულად გაიტანს და დაიცავს. თქვენის ნებართვით ერთ კითხვას დავამატებ და მე თქვენ უკვე მოგეცემათ საშუალება რომ გვიპასუხოთ. რამდენიმე დღის წინ თუ არ ვცდები კულტურის მინისტრმა განაცხადა რომ გეგმავენ მარტი-ივნისის თვეში გარკვეულ ღონისძიებებს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის თუ არ ვცდები თქვენთან ერთად და ამასთან რომელ ქვეყნებში იგეგმება თუ გვაქვს უკვე მონახაზი და მთავარი ჩემთვის ის არის რომ იქ დიასპორული ანსამბლები რო არის ისინი მიიღებენ თუ არა მონაწილეობას და თუ არა იქნებ ჩვენთვის გამოვალთ რეკომენდაციით რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ აი ეს ღონისძიებები სწორედ მათი მონაწილეობითაც შედგეს. ეს არის და ეს. კეთილი. აბა გისმენთ. ძალიან დიდი მადლობა ისეთი კითხვებისთვის, რომლებიც სხვათა შორის ნაწილი აი განსაკუთრებით თქვენი კითხვებიდან აქტუალური კითხვებია, ანუ ცელ ინფორმაციაში კი გქონდა მოქცეული, მაგრამ რაღაც პრეზენტაცია უფრო შევამოკლეთ და ამის გამო არის ფიქრობთ რომ ხო ამას გვერდს არ უვლით, იმიტომ რომ ძალიან აქტუალური თემებია. აი ყველაზე აქტუალური დავიწყებ ჯანდაცვის და მადლობა ამ კითხვისთვის. პანდემიის პერიოდმა ნამდვილად აგვანახა როგორ სინქრონულად იმუშავა სახელმწიფომ და დიასპორამ ერთად. ძალიან სინქრონული მუშაობა იყო გადამეტების გარეშე. ჩვენ ამაზე კვლევების ჩავატარეთ მე. კვალიფიციური კვლევები ეს არ იყო უბრალოდ რაღაც გამოკითხვები. და მთელმა დიასპორამ შერჩეული იყო რა არ მახსოვს დაახლოებით 30,000 ადამიანი გამოიკითხა სხვადასხვა ქვეყანაში შერჩევის მეთოდით და 90%-მა თქვა რომ სახელმწიფომ უმაღლეს დონეზე იმუშავა პანდემიის დროს. ჩვენმა საელჩოებმა, საკონსულოებმა ადგილზე რა თქმა უნდა ცენტრალურად აქედანაც, ანუ ვისაც როგორ შეეძლო მაშინ ყველა ჩართული ვიყავით. მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი სწორედ იყო ის, რომ აღმოვაჩინეთ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთა შესახებ უბრალოდ არ ჰქონდა ინფორმაცია. ან რაღაცა ზოგადი ინფორმაცია ჰქონდა. ესენი ძირითადად იყვნენ სამედიცინო მუშაკები. ისეთ ქვეყნებშიც კი მაგალითად კოლუმბიაში აღმოვაჩინეთ, რომ ქართველი ექიმია საკმაოდ წარმატებული. ეხლა როგორ აღმოვაჩინეთ, როდესაც ეს ჩართვები იყო პრაქტიკულად, აი კვირაში ერთხელ ექიმებთან იყო ჩართვები, იცით, შემდეგ უკვე ბევრი აქტორი გამოჩნდა, რომელიც
ტელევიზიითაც გამოდიოდა და თავის ინფორმაციას აზიარებდა. ამ ადამიანებისთვის გახდა ცნობილი, რომ ასეთ ხალხს ვაგროვებთ პლატფორმაზე. საბოლოო ჯამში მივიღეთ სურათი, რომ აი მედიცინის მუშაკების კუთხით უამრავი და ცალკე ბაზა გაკეთდა მათი. ეს არიან ექიმები, მაღალი დონის, საშუალო დონის, ანუ სხვადასხვა მიმართულების, რომლებიც ამ კლინიკებში მუშაობენ და საკმაოდ ისეთი ავტორიტეტი აქვთ დიასპორაში. ამიტომ დასამალი რა არის? ამ კუთხითაც არა მხოლოდ რაღაცა პირველადი დანიშნულების კუთხით, არამედ თავიანთი ავტორიტეტისა და გავლენის კუთხითაც ჩავთვალეთ, რომ ამ ადამიანებთან უნდა ვითანამშრომლოთ. ერთ-ერთი ესეთი წარმატებული პროექტია ინფორმაციაში გვაქვს ჩადებული, ეს არის ქართული საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფუძნება, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს, კი დაფუძნდა თავიდან, მაგრამ აქტიურ ფაზაში პრაქტიკულად ჩვენი დახმარებით შევიდა ეს ორგანიზაცია, ეგრეთ წოდებული გიმფა, რომელსაც სათავეში უდგას ალექსი ბაიდოშვილი, რომელიც არის ნიდერლანდებში ერთ-ერთი წამყვანი პათანატომი და მან შეძლო და გააერთიანა 300-მდე ექიმი ევროპაში, რომლებთან ერთადაც დააფუძნა ეს ორგანიზაცია და წელიწადში რამდენჯერმე აქვს ხოლმე მნიშვნელოვანი აქტივობა, ანუ ერთ აქტივობას ვაკეთებთ ხოლმე ერთად საზღვარგარეთ, ვკრიბავთ ამ ადამიანებს და მეორე ძირითადი და გენერალური აქტივობა ტარდება ხოლმე თბილისში. დაახლოებით 300-მდე დელეგატი ესწრება ხოლმე თბილისში, ჩამოსულები და ადგილობრივებიც და ამას მნიშვნელობა აქვს იმ კუთხით, რომ იმართება ხოლმე გამოცდილების გაზიარება, ანუ სამედიცინო კონფერენციები იმართება, ანუ მათ მოაქვთ იქაური ცოდნა და გამოცდილება და აქ უზიარებენ ექიმებს და მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ესეთი კონფერენცია იყო, უფრო მეტი ინფორმაცია აქედან წაიღეს დაუშვათ პანდემიასთან ბრძოლაზე, ვიდრე იქიდან იყო ასე ვთქვათ. ამას გარდა იქ ადგილზეც რომ ვიკრიბებით, ეხლა ჩვენ რა რესურსითაც შეგვიძლია საელჩოს ჩართულობით, ან ვენიუს უკეთებთ, ან რაღაცა ორგანიზაციულ დახმარებას უწევთ. ეხლა რატო გვინდა ეს? მარტო იმიტომ არა, რომ ერთი ამ ადამიანებს, როგორც წეგან აღნიშნე, უნდა გქონდეთ ის განცდა, რომ ქვეყნის განვითარებაში და კონკრეტულად სამედიცინო სფეროში მაგალითად თავიანთი წვლილი შეაქვთ. მარტო განცდა კი არა აქვთ, რეალურადაც შეაქვთ, მაგრამ რო შეაქვს რეალურად ეს შენ ამაზე ხაზი უნდა გაუსვა და გაუმახვილო ყურადღება, რომ ეს ჩემთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი. დიასპორული კუთხით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ხალხი ადგილზე სხვანაირი ავტორიტეტები არიან. ახლა შეიძლება მასწავლებელს თავისი ავტორიტეტი აქვს იქა და ცეკვის მასწავლებელს თავისი ავტორიტეტი აქვს სპორტსმენს, მაგრამ ექიმს სხვა ავტორიტეტი აქვს და ის ჩართული რო არის, აი ამ სახელმწიფო პროგრამა იქნება თუ პროექტი თუ რაღაცა თუნდაც აქტივობა, იქ უკვე რაღაცა სხვა მოდულები ირთვება და ყველა ხედავს აი ამ პოზიტიურ ბმას. ამიტომ დიდი მადლობა რომ ეს კითხვა დასვით. ეხლა ჩვენ ამერიკაშიც გვაქვს ასეთი ორგანიზაცია, რომელიც შედარებით ნაკლებად აქტიური არის, ვიდრე ეხლა აქ ლიდერზეც ბევრი რამეა დამოკიდებული, იმას გუნდი ყავს, სტრუქტურა აქვს შექმნილი, ვიცი, მე მგონი ხელფასებსაც უხდის სტაფს და რაღაც ისე აქვს გაკეთებული ეს ყველაფერი. ჩვენ გვინდა რომ ესეთი აქტორები სწორად გამიგეთ, აი სახელმწიფოს უნდა ყავდეს მობმული და თავის, ასე ვთქვათ, რაღაც ინტერესების განხორციელებაში უნდა იყენებდეს მათ პოტენციალს. ამიტომ, როდესაც ხა თქვენი ინტერესი განსაკუთრებით ამ მიმართულებით გასაგებია, ჩვენ რამდენიმე ქვეყანაში დაუორგანიზეთ ესეთი შეკრება, იქ შედარებით მოკრძალებული შეკრებებია ხოლმე, 50-ან 60 ადამიანი იკრიბება. ეხლა წელს პორტუგალიაში მუხრანი ესწრებოდა და ივნისში და ივლისში მართავენ ხოლმე საქართველოში, მაგრამ აქ დიდი კონფერენცია ტარდება. და ნუ ის უფრო პროფესიული ხასიათის არის ხოლმე, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ჩვენს ჯანდაცვის სამინისტროს სულ ჩართულები ვართ, რომ აი ეს ასე ვთქვათ, ეს ჩვენთან ასოცირების მომენტი არის ხელიდან. ჯობავს საკითხი. თოლებად მონიშნით კალკულს. და მიმართულებით კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც გაგიზიარებთ, ბატონ ირაკლისთან მქონდა ამაზე საუბარი ჩვენ, მაგრამ უბრალოდ თანმიმდევრობა შევცვალეთ და ვთქვით, რომ უმჯობესია ჯერ ზოგადი ინფორმაციით წავდგეთ კომიტეტთან და მე კონკრეტულით და შემდეგი სხდომა ალბათ თქვენის ნებართვით ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ასეთი ჯგუფია, რომელმაც
შექმნა და გამოვიდა ინიციატივით და ამაზე დეტალურ ინფორმაციას გაგიზიარებთ დისტანციური დიაგნოზირება მოქალაქეების. ეხლა რა არის აქ ძალიან საინტერესო. გარდა იმისა, რომ მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება და თითქმის ყველაფერს ახლა რა თქმა უნდა ყველაზე სამედიცინო ელემენტზე ვერ გავრცელდება, არის რაღაცეები არის, რაც უშუალოდ უნდა მოხდეს, მაგრამ დიაგნოზირების ელემენტი ძალიან მნიშვნელოვანია და რატომ არის მნიშვნელოვანი? უცხოეთში მყოფ ჩვენ მოქალაქეებს ფიზიკურად თუ ის არალეგალურად იმყოფება იქ ქვეყანაში ვერ შემოდის, შეზღუდული წვდომა აქვს იმ ფონდებზე, რომელსაც სახელმწიფო თავაზობს თავის მოქალაქეს. ბუნებრივია იცით თქვენ ეს და ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ბოლო წლების რაც იყო საერთოდ ჯანდაცვის კუთხით არის ის, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა პრაქტიკულად უსასყიდლოდ იღებს კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას, რაც სამწუხაროდ ვერ ხერხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი დისტანციაზე არიან და ადგილზე ჩვენ გვაქვს რამდენიმე ესეთი დიასპორული ორგანიზაციები, რომელიც სამედიცინო კუთხით მუშაობენ. მაგრამ ეს ახლა რა თქმა უნდა ზღვაში წვეთია და ვერ შეედრება იმ გამოწვევებს, რაც ადგილზე არსებობს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ მიგრანტების ასაკს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანებს ჩვენ მოვიწვევთ, ჯგუფი არის საინიციატივო, მათთან ერთად ჩვენ მქონდა არაერთი შეხვედრა დაორგანიზებული ჯანდაცვის სამინისტროში. რამდენიმე შეხვედრა იყო, სადაც კრიტიკული კითხვები ისმეოდა და რაღაცები შეასრულეს, ასე ვთქვათ, ამ კითხვებიდან. შემდეგ ყავდა ეს ხალხი დავაორგანიზეთ მათი შეხვედრები რომში, სალონიკში, ათენში, თუ არსები ერთი ქვეყანა ხო, ძირითადად სადაც დიდი არის ჩვენი მოქალაქეობის რაოდენობა და იქ ამათმა, პრინციპში ადგილზე ვინც არიან ექიმები, ჯანდაცვის მუშაკები, იმიტომ რომ მათი დახმარების გარეშე მარტო დისტანციურად აქედან ვერ იმუშავებენ. ჭირდებათ ადგილზე სერტიფიცირებული ექიმები, სასურველია ეს იყოს ქართველი ექიმი, რომელიც უფრო კარგად შეასრულებს ამ. ამიტომ ამ კონკრეტულ ნაწილზე თქვენის ნებართვით ამ ხალხთან უკვე ჩვენ მქონდა საუბარი, აპარატურად შეგვიძლია მოვიტანოთო და პროფესიულ დონეზე გიჩვენოთ როგორ ვაპირებთ დაუშვათ დიასპორას მოემსახუროთ დიახ. კი დიახ. საჭიროებები ადამიანისთვის, ისე როგორც ფიზიოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ძალიან დიდი მოტივაცია შეიძლება გახდეს არალეგალური ემიგრანტების საკონსულო აღრიცხვაზე რაოდენობაში გაზრდის ნაწილში ძალიან სერიოზული მოტივაცია შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ტელემედიცინა ეს ჩვენი მოგონილი არა და კი ბატონო ინტერვენცია დისტანციაზე პაციენტების კი ბატონო, ძირითადი ასე ვთქვათ ამ საკითხის არსი მოგეხსენებათ, რომ აღრიცხვით იქნება ეს თუ ამ მოტივაციის დამატებითი მოტივაციის გარეშე ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და იმ ტელემედიცინის გამოყენებით ბევრ ადამიანს მივწვდებით და ეს განწყობებზეც იმოქმედებს. და ალბათ ხო ეს ამაზე არ გავამახვილე ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა საუბარი. რაც შეეხება აღრიცხვას, აი თქვენ ახსენეთ ახლა ეს ნახეთ პრობლემა იყო ყოველთვის თორნიკე დამეთანხმება გამოცდილია ამ საკითხებში. სტარი ნარატივები იყო საერთოდ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რომ ჩვენ თუ აღრიცხვაზე დავდგებით, იქ მიუთითებთ მისამართს, ვიღაცა ამას გაიგებს, დაგვიჭერენ და ასე შემდეგ, როგორც არის. სამწუხაროდ მერე გაჩნდნენ ანგაჟირებული ჯგუფები, რომლებიც ადამიანებს ამ ნარატივს აწვეთებდნენ და აშინებდნენ, რომ არ დადგეთ აღრიცხვაზე. და ხელს გვიშლიდნენ ამაში. ეხლა მაქსიმუმი რაც გავაკეთეთ იყო ის, რომ ჯერერთი რომ აღრიცხვა უსასყიდლოდ კეთდება, ანუ ადრე რაღაც მინიმალურ თანხას იხდიდნენ. ეს მოხსენით და ასევე შემოვიღეთ ონლაინ აღრიცხვა, რისთვისაც საკონსულოში გამოცხადება საჭირო არ არის. გარდა ამისა, დათქმა გავაკეთეთ კიდე, რომ არ არის აუცილებელი მიუთითოს ზუსტი მისამართი ბინის და ასე შემდეგ. ეხლა ეს აღრიცხვა რაში გვჭირდება და რას ვეუბნებით, რომ იმიტომ კი არ მინდა რომ ვიცოდე საცხოვრობ და მე ვიღაცა დავგეშო, როგორც ესე წარმოგიდგენენ. 1000 კრიზისული მდგომარეობა, ხან ტერაქტი მოხდა, ხან სტიქიური უბედურება და უბრალოდ ვიცოდე ჩემი მოქალაქე სად არის, რომ მას უკეთესად დავეხმარო. ეს ამ კოვიდმა გაუმჯობესა ეს
ну, ყველაზე დიდი აქტივობები არის ხოლმე აი წინასაარჩევნოთ რო გვაქვს ხოლმე კამპანიები ქონა ჩვენ ახლა აქ რო ამბობდნენ რომ აღრიცხვაზე დადგომა არ აწყობ თუ პირიქით როლიკები და ვიდეოკლიპები გაუშვით რომ მოდით დადექით აღრიცხვაზე სადღაც 100,000-მდე გაიზარდა 65,000-დან აღრიცხულების რაოდენობა მაგრამ პრობლემა დარჩება ალბათ იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ნებაყოფლობით ამას რა ვიცი არ გააკეთებს ხო ვერ დააწყე თქვენი კითხვა რომ აი რაღაც ერთი და იგივე ჯგუფებთან გვაქვს ნაწილობრივ დაგეთანხმებით მაგრამ ობიექტური სარჩულიც აქვს ამას ყოველთვის იქნება რაღაცა ბირთვი ამა თუ იმ ქვეყანაში აქტიური და მოტივირებული ადამიანების ზოგს მეტი შესაძლებლობა აქვს ინტელექტუალურიც ადგილზე უკეთესად არის ინტეგრირებული რამდენიმე ქვეყანაში ისეთი ჯგუფი გვყავს რომ ის საელჩოს არაფრით არ ჩამოუვარდება ანუ ზოგი ადგილობრივ სტრუქტურებში მუშაობენ ვიღაცა მუნიციპალიტეტშია ვიღაც სამინისტროშია უკვე გამოჩნდა ესეთი ხალხი უნებრივია ეხა ის ხალხი უფრო აქტიურები არიან და ზედაპირზეც ასე ჩანს მაგრამ რა თქმა უნდა მე რაზეც ვისაუბრებ მარტო ქვეყნების მიხედვით მუშაობა საკმარისი არ არის ფოკუს ჯგუფებზეც მუშაობთ ჩვენა ეს ეხლა ექიმები ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ბიზნესმენები აი დიასპორის ბიზნეს ფორუმები გვაქვს ჩვენ ჩატარებული აქ ძალიან საინტერესო ღონისძიებები მეწარმეები იყვნენ რიგითი ბიზნესმენები იყვნენ სხვადასხვა სფეროში მუშაობდნენ ეს ხალხი სულ კავშირზე გვყავს ჩვენ ახლა ბუნებრივია ის საკმარისი ხელშესახები შეიძლება არ იყოს ახლა ის მოცულობა რაც ჩვენ გვინდა რომ იყოს მათი მხრიდან მაგრამ ამაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ აი თუ გვინდაც იგივე ის ბიზნეს საბჭორო გავაკეთოთ დიასპორის სადაც 7-8 ადამიანი იქნება დამფუძნებელი წარმატებული ბიზნესმენები და რაღაცა სტატუსს მივცემთ ამათ რომ ესენი ვამუშაოთ ამ მიმართულებით თუმცა გეთანხმებით იმაში რომ შეიძლება ასე აღიქმებოდეს ერთი შეხედვით რომ რაღაცა ერთი ბირთვი არის და რაც შეეხება დაბრუნების თემას აი ერთ-ერთი რაც ინსტრუმენტი რაც დაბრუნებას ალბათ ხელს უწყობს არის სწორედ ეს თანამემამული სტატუსი სადაც გარკვეული ბენეფიტები აქვს სწავლის საქართველოში სწავლის დაწყების კუთხით და მუშაობის დაწყების კუთხით ერთგვარი უპირატესობები აქვს ეს რა თქმა უნდა ახლა საკმარისი ვერ იქნება мотиваცია მაგრამ სხვადასხვა უწყებებში არის გაბნეული ეს საკითხი მაგალითად იგივე ჯანდაცვა და სოციალურობა სადაც სხვადასხვა პროექტები იყო მაგალითად აი სოფლის მეურნეობის საკითხებით რომ ინტერესდებოდნენ ჩვენ ვცადეთ სხვათა შორის აწარმოეს საქართველოში რაღაცნაირად გვინდოდა რომ დიასპორაზე მორგებული ცალკე რაღაც მოდული ქონოდათ თუმცა ესე მექანიკურად ვერ მოხერხდა იმიტომ რომ იქ რაღაც თანასწორობის პრინციპები ირღვეოდა მაგრამ ნუ ეს მე ვფიქრობ რომ მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროს იმას უკვე ცილდება ასე ვთქვათ და დიასპორული საკითხები ბევრ უწყებაში ნაწილდება ასე ვთქვათ სფეროს მიმართულებით ამიტომ ერთ-ერთი საკითხი არის ეს რა თქმა უნდა დაბრუნებას ალბათ გრძელვადიან პერსპექტივაში ისიც შეუწყობს ხელს აი რა პროექტებიც ჩვენ მქონდა ის ბავშვები ვინც აქ ჩამოდიან ზოგს უკან წასვლა საერთოდ აღარ უნდა მერე და შემთხვევებია ზოგი ბებიასთან და ბაბუასთან რჩება და ბევრია ესეთი დადებითად მოქმედებს რა თქმა უნდა თუმცა აი ირლანდიელები ვახსენეთ წეგან ისინი ამბობენ რომ ჩვენ გირჩევთო რომ ამას ესე ნუ შეხედავთ ამ საკითხს პირიქით სადაც არიან იქ გააძლიერეთო იმიტომ რომ შეიძლება იქიდან უფრო მეტი ბენეფიტი მიიღოს ქვეყანამ ვიდრე იმ ადამიანის დაბრუნებამ იმიტომ რომ ვიღაცამ რეალიზაცია თავის შესაძლებლობების გარეთ უფრო მოახდინა ჩვენთან სამწუხაროდ თქვენ გახსოვთ და იცით რომ ტელეგადაცემებით როგორ კეთდებოდა აი რაღაცა ცრემლიან ფონზე რომ საწყალი დიასპორელები და რატო როდესაც პირიქით ბევრი საწყალი კი არა საამაყო ადამიანი ყავს რომელიც აქ იმის ნახევარსაც ვერ შეძლებდა ხო იქ სხვა ასპარეზი მიეცა ეს ხო ინდივიდუალურია ამიტომ არა გამოწვევა არამედ მე ვიტყოდი შესაძლებლობები როცა გარეთ მიდიან აი ეს მიდგომებიც ალბათ მე რაღაცნაირად უნდა ჩვენი მხრიდანაც უნდა შეიცვალოს თურქეთი ახსენეთ და საკმაოდ ესეთი თემა ბატონმა ირაკლიმ ნაწილობრივ განმარტა მაგრამ
იცით რა იყო ეს ბოლო პერიოდში რატომაც გაკეთდა ეს და როგორი ფონზე ხდებოდა პრაქტიკულად ჩამორიგება მოხდა მაშინ ამ პასპორტების ისე რომ იმ ადამიანებს ზოგს საერთოდ შეიძლება განაცხადიც არ ხოდათ სათანადოდ გაკეთებული და არა მარტო თურქეთის შემდეგ უკვე როდესაც რევიზია მოხდა ეხლა მე თვითონ მაგ პერიოდში მსახურობდი ისრაელში კონსული ვიყავი და სადღაც 3000-მდე кейსმა გაიარა ჩემ ხელში და იყო ხოლმე შემთხვევა რომ ისეთი ადამიანები იღებდნენ საქართველოს მოქალაქეობას, რომელსაც არ ქონდათ კავშირი მაინც და მაინც ქვეყანასთან. და მაინც და მაინც დიდი სარგებელიც არ ჩანდა, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა იყო მაშინ ასეთი, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე საზღვარგარეთ. რაც ეხლა უნებრივია ესე მექანიკურად არასწორი იყო და დაგვანახათ რომ. შემდეგ როგორც სხვა, ასე ვთქვათ, განვითარებულ სახელმწიფოებში არის, გადახედვა მოხდა მისი უკვე 2013-14 აი 15 წლებიდან და ბევრი ფილტრი და მექანიზმი ჩაიდო. ეხლა ერთ-ერთი საკითხი, რასაც ჩვენ მოდიოდნენ ცაც ინდივიდუალურად საცალკე და გთხოვდნენ რომ დაგვეხმარეთ რომ ჩვენ ქართველები ვართ და გვინდა რომ საქართველოს პასპორტი გქონდეს. ერთი შეხედვით სამართლიანია, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა, მაგრამ მეორე მხრივ ეხლა სახელმწიფო სტრუქტურები თქვენ მოგეხსენებათ იქ რაღაც გარკვეული რისკები არის ზოგი ადამიანის უკან შეიძლება იმ ქვეყნის არასასურველი ელემენტები იდგნენ და ბევრი ასეთი შემთხვევა ლინდება ხოლმე პერიოდულად ხდება ჩვენ მუშაობაში და ამიტომ გამკაცრა სახელმწიფომ ეს უნებრივია. რასაც ჩვენ ვცდილობთ რომ ამ ადამიანებს აუხსნათ და შედარება რომ მოყავს რომ მაშინ რო ვიღებდით და ეხლა რო ვიღებთ უხსნით რომ სწორი არის სწორედ ეს ფორმა, როდესაც ადეკვატური და სამართლიანი ამაზე ბატონმა ირაკლი მიგ რამოდენიმე გამოსვლა და ინტერვენცია ჩაატარა, რაც სავსებით ნორმალურად, სწორი კომუნიკაციის პირობებში ნორმალურად გაიგეს. თუმცა ფიქრობთ, რომ რაღაცა სარეკომენდაციო სია უნდა გაკეთდეს იმ ადამიანების, რომლებიც იმსახურებენ კიდევაც და საჭიროება არის ამ ხალხის, რომ ჩვენ მოქალაქეებად იწოდებოდნენ და ამას ალბათ გავისი ყველა სტრუქტურა გაითვალისწინებს. კი იმ კომისიაში არის ჩვენი სპეციალური სამსახურები, რომლებიც ასე ვთქვათ, ირლანდია ახსენეთ და ნაწილობრივ გაგეცით პასუხი, წამყვანი ქვეყანაა და მათთან აქტიურად თანამშრომლობთ ისრაელთან, საბერძნეთთან, ამ ისეთი ქვეყნები, ვისაც დიდი კონტინგენტი ყავს ქვეყნის გარეთ. აი თანხების შემცირებასთან დაკავშირებით მკვეთრი შემცირება და მატება არ არის ხოლმე როგორც წესი, რომ რაღაცა ისეთი ერთი კონკრეტული მიზეზი ვეძებოთ. ანუ რაც მე ვფიქრობ საკმაოდ ბუნებრივია ის რომ წელს შეიძლება ცოტა იყოს, მომავალ წელს ბევრი იყოს, ან პირიქით ან ბევრ ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული. ჩვენთვის გასაკვირად მაგალითად პანდემიის პერიოდში და მალევე ძალიან მაღლა ავარდა ეს ასე ვთქვათ, გზავნილების რაოდენობა. თუმცა აი რუსეთის შემთხვევაში მაინც ვფიქრობთ, რომ რთულია ახლა ამისი ზუსტი დიაგნოზირება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მაინც გამოიწვია იმან, რომ ამ პირდაპირმა გადაადგილებამ შესაძლებელი გახადა, რომ ადამიანებს ფულადი მასა შემოქონდეთ და ალბათ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს იყოს მიზეზი. თუმცა რიგ ქვეყნებში მოიმატა, რიგგან დაიკლო, გააჩნია ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობას. კოვიდიც იყო მათ შუაში. დაბრუნდნენ, კი ბატონო. კი ბატონო, რა თქმა უნდა. კი, პირველ რიგში ეგ არის. შევამშავ მალების. მეორე მომენტიც არის. კოვიდსაც ჰქონდა მნიშვნელობა. კოვიდის დროს საზღვრები ჩატარებული იყო, ამიტომ ყველა იგზავნიდა. ის ფერი საზღვრები წამოვიდა. რო ყოფილიყო კვეთრი ცვალებადობა რო ყოფილიყო სურათის ბუნებრივია, ეს ჩვენ დაგვაფიქრებდა, მაგრამ იმდენად კვეთრი ცვალებადობა სურათის არ გვაქვს.
რომელი დიასპორებია აქტიური? მე ვიტყოდი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, ამერიკა, რა თქმა უნდა, ძირითადად უფრო მეტ მაღალი აქტივობა მანდარი, ხა შედარებით ნაკლებია სკანდინავიურ ქვეყნებში, საერთოდ სპეციფიკითაც განსხვავდებიან აქ დიასპორები და აქტივობა. იმის გამო, რომ ერთგვაროვან, ასე ვთქვათ, ფონზე. რუსეთი, აი, წეგანო ახსენეთ, რუსეთში ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, საგრანტო კონკურსებშიც იმარჯვებენ. ბევრი ასეთი შემთხვევა იყო და ამის გამო არ მომხდარა, ასე ვთქვათ, მათი, ასე ვთქვათ, მნიშვნელობის კლება. ფიქრობთ, კიდევ უფრო გასააქტიურებელი არის მაგ მიმართულებით ჩვენი მუშაობა, თუმცა მან კიდევ სახელმწიფოს თავისებურებებიც უნდა გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ ასეთი დიასპორული ორგანიზაციების უკან სულ ცდილობენ, რომ ვიღაცეები ოპერირებდნენ და მან ცოტა მეტი სიფრთხილე გვიძევს. ინიციატივები ახსენეთ სხვადასხვა მიმართულებით, ეს ძირითადად არის ხოლმე დიასპორელების ინიციატივები. ჩვენგანაც მიდის რაღაცეები და ვეუბნებით, რომ აი წელს მაგალითად პრიორიტეტი იქნება ბავშვებზე ორიენტირებული მიმართულება. კოვიდის დროს პრიორიტეტული იყო ჯანდაცვის თემები, აი რამე ინიციატივა გითხარით, მაგრამ ძირითადად მაინც რო არ დაგიმალოთ, ეს არის ხოლმე კულტურული და ჰუმანიტარული ხასიათის ღონისძიებები, რაც მეტნაკლები ორიგინალურობით გამოირჩევა ხოლმე. ანუ რაღაცა ისე რომ ვთქვათ, რომ რადიკალური და ძალიან კარგი ინიციატივა ქონა ერთ-ერთმა დიასპორელმა თარგმნა ფეოლა იტალიურად და გაახმოვანებინა ცნობილ სპორტულ კომენტატორებს იქ და ვერ გაარჩევთ იტალიური ფილმისგან, რომ ნახოთ, ჩვენება იყო ნეაპოლში. უამრავი ადამიანი იყო ნეაპოლში, ჩვენება იყო, ნეაპოლის მერი ესწრებოდა და ფრაგმენტი რომ ნახოთ, აი ჩვეულებრივი იტალიური ფილმი. იქ ხახანებდა ხალხი, სადაც უნდა ეცინათ რა მოგვეთ. კარგად გაკეთებული იყო თან. მათი ასე ვთქვათ, კოტე მახარაძე იყო ერთ საგრანტო პროექტები ახსენეთ და არ არის ასე რომ ერთი და იგივე ადამიანები ეს კატეგორიულად, ანუ შეიძლება იყოს შემთხვევები, რომ მართლაც იმდენად კარგი პროექტი წარმოიდგინა, მეორეჯერ გაიმარჯვა ადამიანმა, მაგრამ როგორც წესი ვერიდებით იმას, რომ ეხლა ვიღაცა მუდმივად იყოს, ასე ვთქვათ, და იქ სულ ცვალებადია და მზარდია ინტერესი საკმაოდ ამ პროექტების მიმართ. თანამემამული სტატუსი ახსენეთ, ძირითადად არის კონტინგენტი საინგილო, ანუ ჰერეთი, პერეიდანი, რუსეთი. სადაც უფრო ცოტა მეტი ისტორიული საფუძვლები აქვს, ვიდრე 90-იანების ეკონომიკური მიგრაციის, ის ჯერ კიდე ნედლია, ასე ვთქვათ, ის დიასპორა და ამის საჭიროება ნაკლებად არის ხოლმე. იცით როგორ არის, თავიდან დაიწყო ძალიან მცირე რაოდენობით, მას შემდეგ როცა გავიდა ამაზე ინფორმაცია, ნელ-ნელა მატულობს, თუმცა მანდაც გარკვეული ფილტრები ჩავაყენეთ. ადგაც ხო, შარშანი ხო, თუ არ ვშტები, 300-მდე ადამიანს მიენიჭა. წელს ახლა ჯერ 2 ის ქონდა ხტობა. ანუ თლიანად წლის განმავლობაში სადღაც ალბათ 300, 300-500. ესე, მაგრამ ეს ჩვენ შემდეგ კიდე სხვა ფილტრებს გადის. რიცხოვნობა რუსეთი, ხო, აი ბატონმა სოზარმა ახსენა ეს. რატომღაც სულ იყო ხოლმე საუბარი, რომ რუსეთში ცხოვრობს მილიონი ქართველი. ეს ანუ არ ვიცით ავტორი ვინ არის. სულის მოდა ხოლმე ესა და სანამ დიასპორასთან შეხება მექნებოდა, მაშინაც მესმოდა, მაგრამ რეალურად რო ვთქვათ, აი ეს 700,000 ციფრი არის ის მაქსიმუმი, აქ საუბარი არ არის მხოლოდ ეთნიკურ ქართველ, ანუ შერეული ოჯახი შეიძლება იყოს, შვილი შეიძლება იყოს, რომელიც დააკავშირო დაუშვათ. უცნაურია ხოლმე ზოგჯერ ეს ბავშვები საერთოდ არ არიან საქართველოში ნამყოფი და რაღაცა იდენტურობის ელემენტებს იჩენენ მშობლების და უფროსი თაობის გავლენით. ამიტომ მეტნაკლებად აი 700,000 მიახლოვებული ციფრია. თუმცა ალბათ მაქსიმალური. ელჩებზე ბრძანეთ რა უნდა დავამატო ახლა იგივე მამალუკა ახსენეთ თქვენ მე თვითონ ვიყავი 3-ჯერ ჩასული სხვადასხვა დიდ ღონისძიებებზე ამ კაცმა ისეთი ღონისძიებები ჩაატარა თბილისში არ იყო ეგეთი მასშტაბური თბილისობა მან 3,000 კაცი მოიყვანა ცენტრალურ პარკში
არ გამორჩენილ ვართ არც ერთ ესეთ მეტნაკლებად მნიშვნელოვან ღონისძიებას, იმიტომ რომ რაც უფრო აქტიური არის აქტორი, მეტი მხარდაჭერა ჭირდება იმას და ვეცადეთ, მაგრამ სამწუხაროდ რაც ბატონმა ირაკლიმ თქვა, არც უმაგისობა არის და ეს ბევრი რამე ელჩის პროფესიონალიზმზეც არის და დღის წესრიგზეც რომელიც მას აქვს, რა ვიცი, როგორც მინიმუმ ერთი თანამშრომელი ჩვენ ახლა ყველგან გვყავს ესე, უფრო კონსულები არიან ჩართულები ამ კუთხით, რადგან ისინი უშუალოდ ემსახურებიან მოქალაქეებს, მაგრამ ბუნებრივია ერთ-ერთი კრიტერიუმი, სამომავლოდ ალბათ ესეც იქნება, რამდენად სწორი ბექგრაუნდი აქვს თანამემამულეებთან. პროფესიონალიზმზეც არის და მთავარია ტკივა თუ არა საქართველოს რა, აი ეგ არის ყველაფერი. თუ უბრალოდ უნდა რაღაცა შვიდად იყოს და არ მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებს ადამიანი. ან ძალიან მკაცრი ღონისძიებები არის ძალიან სწრაფად მისაღები ესეთ დროს. ბანაკებზე ბატონმა ირაკლიმ აღნიშნა და ეთანხმებით რა თქმა უნდა რომ ეს მიმართულება გასაძლიერებელია და რაც უფრო მეტი ბავშვი ნახავს თავის სამშობლოს მეურს არც აქ ნანახი ამაზე სულ მუშაობს და ახალი პროექტის პოლონეთი ახსენეთ და მართლაც ცოტა ცუდად გამოუვიდათ ის რომ ახლა ასეთი შემთხვევები ხდება ჩვენც ვაძებებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ახლა სახელმწიფოს რო დაუკავშიროთ ეს და პოლიტიკას ვფიქრობთ არაფერში არ წერია ეს და არ არის ელემენტარულად კორექტული, იმიტომ რომ სულ რო გაწყვეტილი ქონდეს დიპლომატიური ურთიერთობა ქვეყანასთან, მაგალითად როგორც რუსეთთან გვაქვს საერთო ორნიკე გამეთანხმება, საკონსულო ურთიერთობები ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება. და ეს პრაქტიკა არ იცვლება და ამიტომ აქ ხა ცოტა მტკივნეულია. თანხებზე მოგახსენეთ და კულტურული კოლექტივები კულტურის სამინისტრო მაითვენ ამბასადორი ალს ესწრებოდით იქ ითქვა რომ ეს ძირითადად უკავშირდებოდა შემდეგ ჩვენ დავაზუსტეთ ანუ იმ პერიოდის აქტივობას როცა დაუშვათ დამოუკიდებლობის ღონისძიებებს ჩავატარებთ უცხოეთში 26 მაისისთვის ნუ ზოგან ახლა არსებული კონიუნქტურიდან გამომდინარე ცოტა მოკრძალებულად ჩატარდება და სტანდარტული ხასიათი ექნება მაგრამ არის ქვეყნები სადაც ზოგან სულ არ ჩაგვიტარებიან დიდი ხანი არ ჩატარებულა და იქ საჭირო არის ცოტა ხმამაღლა რომ გამოვიდეთ და თუ ეხლა მაგაზე მუშაობა მიდის სამინისტროში თუ დაწყვილდება ჩვენი და კულტურის სამინისტროს გეგმები იქ შეიძლება ადგილობრივი კოლექტივიც წარმოადგინოთ და სპირობითაც სადღაც ერისიონი გამოვიდეს და შარშანცი მქონდა ამის მაგალითი ხო ადგილობრივები როგორც წესი ყოველთვის იქ სადაც ინვენტარი აქვს და ასე ვთქვათ სათანადო შეუძლია რომ წარმოდგეს ყოველთვის ვითვალისწინებთ ასეთ ღონისძიებებს რა ვიცი ვფიქრობ მეტნაკლებად ამომწურავად კეთილი, კი ბატონო, მადლობა კიდევ ერთხელ ამ პასუხებისთვის, ანგარიშისთვის. კი, ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, ვიცით, რაზე გვაქვს სამუშაო, მთავარი ეს არის მიდგომა გვაქვს, მომდევნობა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, შედეგიც იქნება. შედეგი ის იქნება, რომ თითოეულ დიასპორელამდე მივიდეთ და მათი შესაძლებლობები მაქსიმალურად ქვეყნის სამსახურში ჩავაყენოთ და დავიბრუნოთ ერთმანეთი. კიდევ ერთხელ მე წარმატებებს ვუსურვებ ყველას. და ველოდებით რომ კიდევ მეტ ძლიერ ერთიან საქართველოს მომავალ შევქმნით. თქვენ მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის და თუ კითხვები არ გაქვთ, ამით დავასრულოთ დღევანდელი ჩვენი მუშაობა. დიდი მადლობა.